საღამომშვიდობის თქვენ უყურებთ რეალურ სივრცეს, გუშინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით რუსთავი 2 ქიმბარ ხალვას გადაეცა. ნახევარი საათის წინ კი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით სტრასბურგმა გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. 2 დღეა გუშინდელ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის თანამშრომლების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება აპროტესტებს. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების ფონზე მთავარი კითხვა, რაც ნებისმიერ ჩვენგანს უჩნდება, არის რა მედია გარემოში მოგვიწევს ხვალიდან მუშაობა და ემუქრება თუ არა საფრთხე ბოლო წლების რეალურ მონაპოვარს, თავისუფალ მედიას, აზრის მრავალფეროვნებას. ვიდრე სტუმრებთან ერთად გავხსნით დისკუსიას, მინდა გავიხსენოთ 2012 წლიდან დღემდე მედიაში მიმდინარე პროცესები. რა თქმა უნდა, მედიის ძირითადი დანიშნულება არის აკრიტიკოს და აკონტროლოს ხელისუფლება, ესეც უნდა იყოს, მაგრამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ. ისე ნუ ვიქნებით, რომ პასუხი მოვთხოვოთ მხოლოდ ხელისუფლებას და ჩვენ საკუთარ ქმედებასა და საკუთარ გამონათქვამებსა და საკუთარ პოზიციაზე საერთოდ არ ქონდეს მსგავსი განცდა. დღეს თუ კიდევ ვინმეს არ შეერა, რომ თავისუფალია აბსოლუტურად მედია, მე მგონი დიდი თავისუფლება, დიდი უსამართლობა. მე არაერთხელ მიყვავს და ახლა კიდევ ერთხელ დავიმეორებ, მედიის თავისუფლება არის ის ფაკუთხეთი, რომელსაც ემყარება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა. დღეს მედია არის როგორც არასდროს თავისუფალი საქართველოში, ეს სასამართლოს არის თავისუფალი ყველანაირი ზეწოლისგან და ჩვენ რა თქმა უნდა ხარს ვუჭერთ, რომ ეს გადაწყვეტილებები იქნას მიღებული სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე. ჩვენთვის ჟურნალისტური ეთიკის საკითხი არ არის მარტო სიტყვები და ჩვენ შევეცდებით, რომ ვიყოთ ძალიან ობიექტურები. შეიცვლება რა თქმა უნდა საკადრო პოლიტიკა. ჩვენ არ ვდგევართ არც არავის წინ და არც უკან, ჩვენ ვართ ოჯახი, რომელსაც გვინდა დაბალანსებული, ობიექტური და ნორმალური ტელევიზია, რომელიც იყო ბატონი ბადრის დროს. ჩვენ პირველ რიგში მოქალაქეების ერთგული ვართ. საღამომშვიდობის ეთერშია ახალი ცხრაზე სოფო ჩაკვეტაძესთან ერთად. მოგესალმებით, ამჯერად ალბათ უკანასკნელად მეცხრე არხის ეთერში უკვე ყოველთვის ცნობილია, რომ პრემიერის ოჯახმა მეცხრე არხის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ესე უცბად დაიხურებოდა, წინასწარი პირობა არ ყოფილა. არნაირი წინა პირობა და ძალიან დავიბენით სულ. საზოგადოების წევრებმა იმჯელობის შედეგად ქოსოფლში შევიკრიბებით 1000-2000-3000 ადამიანი და ჩვენ დავდებთ იმ ფულს, ამით საჭირო იქნება ამის საკითხი. ეს იქნება ნამდვილად ფორმი და შინაარსით საზოგადოებრივი ტელევიზია. არასერიოზული მქონია. იმიტომ რომ მე მიმუშავია ტელევიზიაში, ვიცი სატელევიზიო ბიზნესი, ვიცი ეს რა არის და ვიცი ენთუზიაზმით რამდენი ხანი ყოფნის ქართველებში. მოგესალმებით ყველას, მე გავაკეთე რამოდენიმე განცხადებას. 28 დეკემბერს სამეურვეო საბჭომ გამომცხადა ნდობა განვითარება ხელშეკრულება 6 წლიანი. სწორედ იმ მოტივით, რომ აუწყებელში იყო კრიზისი და მე ვიყავი კარგი მონიტორი და გავართევდი თავს კრიზისის მართვას. 4 თებერვალს სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა ჩემს მიერ და ჩვენი კოლეგების მიერ შემუშავებული რეორგანიზაციის გეგმა და 4 მარტს სამეურვეო საბჭომ მე გადამაყენა თანამდებობა. დღეს დამწყდა ეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც მე გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის და პოლიტიკით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა ის, რომ სახელმწიფო ის ტოქ-შოუები, რომლებიც მიყვარდა ეკას და მე, არ იქნეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პოლიციების დამხმარებელი იყო შენ და შენ. და რეჟიმის სიცოცხლე, რომელიც ადამიანებს ხოცა. ამაზე პასუხს ვერ გაქვს. და იმით ჩაიწმინდეს ხმა. ალბათ ტელევიზია უკვე. სხვა ნორმაზე დამდგა ფაქტუაზია ხალხი. ტელეკომპანია მაესტროს პროადახურებს, რომ არხი დადობა დირექტორის მოადგილემ და ცხრიანის წამყვანმა ნინო ჟიჟელაშვილმა მასთან ერთად არხიდან წავიდა რამდენიმე პროდიუსერი და ჟურნალისტების მოადგილე. სარედაქციო დამოუკიდებლობის, მიუკერძალებლობის გარანტია არ მაქვს. მე წავედი იმიტომ, რომ მე ვერ ვგზნობ თავს თავისუფლად უკვე აი ამ მაესტროში. დამირეკა არქის ფაქტობრივმა მფლობელმა კოტე გოგელია და მე მითხრა, რომ მე არ ვმუშაობ ამ არხზე.
ჩვენ გვაქვს უფლება კონდეს ჩვენი რეაქცია. ყველა ხელისუფლების პირობებში მე მიხურავდნენ გადაცემებს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაკვირველია, იმიტომ რომ ვერ დავიჯერებ, რომ ტელევიზიის მენეჯმენტს მოუვიდა ეს თავში, ვინაიდან ყველა გადაცემის თითქმის მეორე დღეს, თითქმის ყველა გადაცემის მე მეუბნებოდნენ მადლობას. თანამშრომლები არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლანდაცვების საქმიანობა. პოლიტიკური პარტიის წევრის მეუღლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ток-შოუს წამყვანი. ეგეთი რამე არსად არ წერია, ვერაფერს ვერ გადმომიგზავნი მსგავი. ჩემი ხელშეკრულება შეწყვეტილია. მე მინდა რომ ძალიან კაფიოდ თქვა, ეს არის უკანონობა, რაც აქ წერია, ეს არის ძალიან უსუსური და ძალიან არაპროფესიონალური წერილი. სამი კერძო ტელეკომპანია კი ცვლილებების მოლოდინში Shared Holding-ში გაერთიანების შემდეგ იმედი მაესტრო და GDS-ი ერთად მუშაობის პრინციპებზე თანხმდებიან. კანონი ამბობს, რომ ჩვენ მაესტროს და მაესტრო და იმედი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ადამიანის მფლობელობაში და ორივეს ქონდეს საინფორმაციო. GDS არ შეიძლება საინფორმაციო. არაფერი არ იცვლება, არც არედაქციო კუთხით, არც საკადრო ცვლილებები არ არის დაგეგმილი. მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და დარღვევების შეჩერება. საინფორმაციო გამოშვების გარდა. წითელი ზონა აღნიშნავს იმ გადაცემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მიგრაციას. არხიდან გადართვას სხვაგან. ხელისუფლება ვერ ხვდება ან არ ხვდება, რომ ის ან დამარცხდება უზენაეს სასამართლოში, ან ის ჩაიგდებს ხელში რუსთავი ორს და დამარცხდება საქართველოსთან ერთად. იყო სამი ნაციონალური ტელეარხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის ნაციონალური მოძრაობის მიერ და ეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი 2012 წლის შემდეგ. ანუ მედია პლურალიზმი არის ის სიახლე და ის მიღწევა, რომელიც სწორედ ჩვენ გუნდს მიეწერება პირველ რიგში. ცნობილი ხდება უზენაეს სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რუსთავი ორის საქმესთან დაკავშირებით. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 60 წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ქიბარ ხალვაში და 40% წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს შპს პანორამა. გადაეცით რუსთავი 2 ამ კოლექტივს. პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა. არ ვეხები რა კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას, მინდა ნათლად უთხრა საზოგადოებას, რომ რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე როგორც ნებისმიერი მედია, არ არის უბრალოდ ბიზნესი და ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ეს იყო მოკლე კოლაჟი 2012 წლიდან დღემდე განვითარებული მოვლენებისა. მე მაინც შეგახსენებთ, რომ ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამის შესახებ ნიკა გვარამიან საგანგებო გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მე ახლა მინდა სატელეფონო ჩართვისთვის დაუთმოდ, რომ თავთა მურადაშვილს, რომელიც გახლავთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატი, იურისტი. თავთა მოგესალმებით და მინდა რომ მცირე განმარტება გააკეთოთ იმ ბოლო ინფორმაციაზე, რომელიც ახლა მივიღეთ ყველამ ერთად. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლო მიიღო ნამდვილად ისტორიულ უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ჩვენს მიერ მისცემული ფაქტების შესახებ, რომელსაც ჩვენ ამ განცხადებაში ვიუთითეთ, სტრასბურგის სასამართლომ დაინახა იმის საშიშროება, რომ არის გარდაუვალი საფრთხე, რომ დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოებს, შეიძლება შეექმნას საფრთხე. ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება. ღონისძიება არის დროებითი, ანუ 8 მარტამდე არის შეჩერებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკანონო 2 მარტის გადაწყვეტილება და სასამართლო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ არ აღასრულოს 8 მარტამდე სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და ასევე სასამართლო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ თავი შეიკავონ კომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ნებისმიერი სახით ჩარევისგან. აი ეს არის ძირითადი. ძალიან დიდი მადლობა თავთა, თუმცა აუცილებლად ყველას ალბათ აინტერესებს 8 მარტამდე და რა იქნება 8 მარტის შემდეგ, ანუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ 8 მარტის შემდეგ, რას გულისხმობს 8 მარტამდე შეჩერება ამ
ამ აღსრულების? 8 მარტამდე ეს არის დროების ღონისძიება, ეს თავის ფაქტი რომ საერთოდ დაუშვა და შეაჩერა დროების ეს თავის მხრივ პრეცედენტულია, როგორც ჩანს 8 მარტი აიღო იმ ვადისათვის, რომ სასამართლოა თავადაც გაერკვეს საქმის დეტალებში, სავარაუდოდ ალბათ სასამართლო დაუკავშირდება სახელმწიფოს, ან სახელმწიფოს მოუწევს თავად რომ გააკეთოს განმარტებები, მათ შორის ჩვენს წარვადგენს განმარტებით მასალებს. თუმცა შეიძლება 8 მარტის შემდეგ აღარ იყოს, არ ვიცით, ნახოთ, ანუ ეს არის უკვე მხარეთა კომუნიკაციის შედეგად შემდეგ როგორ გაგრძელდება ეს. ძალიან დიდი მადლობა თამთა, მე წარმატებებს გისურვებ თავისთავად ხარია და თინასთან გადავალ, რა თქმა უნდა, პირველი შეკითხვით, მაინც რა სიგნალი შეიძლება იყოს ეს აღსრულების შეჩერება, რა შეიძლება გულისხმობდეს ის? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე დავეთანხმები აქ ადვოკატის განცხადებას, ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენ იმ ადამიანებს, ვისაც ურთიერთობა გქონია სტრასბურგის სასამართლოსთან, ვიცით რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები როგორც წესი გამოდის ხოლმე მაშინ, როდესაც საფრთხე არის განსაკუთრებით მაღალი და მყისიერი. და როგორც წესი შემოიფარგლება სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფრთხით ან თავისუფლების აღკვეთის საფრთხით. როგორც ჩანს ამ შემთხვევაში სწორედ აი ამ ღირებულებებს გაუტოლდა პრესის თავისუფლების შეზღუდვა. ამ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი არის ორი რამ, ერთი ის რაც უკვე ვთქვით, რომ ერთგვარად ახალი ტიპის პრეცედენტი შექმნა სტრასბურგის სასამართლომ და სწორედ სამწუხაროდ ჩვენთვის საქართველოსთან მიმართებაში შეიქმნა ეს ახალი პრეცედენტი და მეორე ამ გადაწყვეტილებაში თითქმის ყველგან ამ ტექსტში, ყველგან ისე როგორც ნებისმიერ სტანდარტულ ტექსტში არის ხოლმე საუბარია მხარეებზე, მოწოდებებია მხარეებისთვის, მიმართვა არის მხარეებისთვის, თუმცა იქ სადაც სწორედ მხარეებზე უნდა საუბრობდეს სასამართლო, ის ამბობს რომ საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და აფრთხილებს რომ არ ჩაერიოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა ამ ერთგვერდიან ტექსტში, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ სტრასბურგიდან და ვნახეთ. ვინაიდან არავითარი ვალდებულება სასამართლოს მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთების არ ქონდა, მან უბრალოდ შეეძლო შეეჩერებინა და აქ წერტილი დაესვა, მაგრამ საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ დამატებითი წინადადება ყოფილიყო ამ ტექსტში, რომელიც ნაცელს მოფენდა იმ რეალობას საფრთხის სირთულის თუ მაღალი საფრთხის არსებობის ფაქტობრივ გარემოებას, რის გამოც მას მოუწია იმ საკუთარი პრეცედენტების შეცვლა და ახალი ტიპის პრეცედენტის ჩამოყალიბება. თავისთავად კიდევ ერთხელ ამბობ, ძალიან სამწუხაროა რომ ეს საქართველოსთან მიმართებაში მოხდა, თუმცა კარგია, როდესაც პრესის თავისუფლება, სიცოცხლის თავისუფლებას ხარისხში და რანგში არის ხოლმე. თინა, როგორ იქნება ყველაზე გონივრული ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა გადადგამს ასეთ შემთხვევაში? თქვენ როგორ ფიქრობთ? საქართველოს მთავრობას დღეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ფორმალურად ქაღალდზე და ვერც ვერ დაავალებს ვერავინ ვერაფრის გაკეთებას, იმიტომ რომ გადაწყვეტილება მას არ მიუღია. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო და შესაბამისად ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში რაიმე მოქმედების განხორციელება საქართველოს მთავრობის მხრიდან იქნება იმ რეალობის აღიარება და დადასტურება, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილების უკან დგას. ამიტომ მთავრობას მაინც განსაკუთრებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მას შეუძლია ის, რომ ერთი არაფერი არ გააკეთოს, ანუ რეალურად არ იმოქმედოს და მეორე თუ აქვს არგუმენტები, რომელიც დაადასტურებს, რომ ის არაფერ შუაშია, რომ არც აპირებს არანაირი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, ეს არგუმენტები წარადგინოს სტრასბურგის სასამართლოში 8 მარტამდე იმისათვის, რომ აი უკვე შემდეგი გადაწყვეტილება, როდესაც დადგება, იქ შესაბამისად ვიხილოთ ჩვენ შედეგი. გაცილებით უფრო მეტი საქმე აქვს, რა თქმა უნდა, რუსთავიორის ადვოკატებს ამ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, ვინც მან სტრასბურგში საქმის წარმოება შეეხმარებიან, იმიტომ რომ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ყოველი სიტყვა, რომელიც გუშინ ქიბარხალვაშმა თქვა სხვადასხვა ეთერებში, იურისტების სტანდარტული ტექსტია, გამოყენებული იქნება მის წინააღმდეგ სწორი პროცესის წარმართვის, ადვოკატების მხრიდან პროცესის სწორად წარმართვის პირობებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფრაზა, რომელიც გუშინ ბატონმა ხალბაშვა ბრძანა სხვადასხვა ეთერებში, იყო პირდაპირი დადასტურება იმის, რომ დიახ, ის აპირებს საფრთხე შეუქმნას სწორედ იმას, რის გამოც დადგა დღევანდელი გადაწყვეტილება, ანუ სარედაქციო დამოუკიდებლობას და შესაბამისად იმ მედიის საშუალების თავისუფლებას, რომელიც ამ წუთას
ამ თუთიდან 8 მარტამდე დაცულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით პრესის თავისუფლების კონტექსტში. ამიტომ კიდევ ერთხელ ყოველი სიტყვა, რომელიც მან თქვა, გამოყენებული იქნება, უნდა იყოს კარგი ადვოკატების შემთხვევაში მის წინააღმდეგ სტრასბურგში ამ საქმის გასაძლიერებლად. მადლობთ. სანამ ჩვენ ყველა იმ კონკრეტულ ნაბიჯს გავაანალიზებთ, რომლებიც ახლა 2012-დან დღემდე გაიარა ქართულმა მედიამ, მე მაინც რა თქმა უნდა რუსთავი 2-ის საქმით დავიწყებ, რადგან ჩვენთან სტუდიაშია ბატონი დავით დვალი, რომლის სახელსაც პირდაპირ უკავშირდება ამ ტელეკომპანიის არსებობა, გუშინდელი გადაწყვეტილებით, რომელიც სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო, ქიბარ ხალვაშს გადაეცა ტელეკომპანია რუსთავი 2. აქ თქვენი სახელი და გვარი არის დაკავშირებული წილობრივ მონაწილეობასთან, ასევე გახდებით თუ არა დირექტორი რუსთავი 2-ის. ამ ეტაპზე თუ შეხვედრი ხართ მას, თუ ქონიათ კომუნიკაცია და რა მოლაპარაკებები წარმოებდა თქვენ შორის? თქვენ გულისხმობთ სასამართლოს გამოტანის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, დიახ. ფაქტია, ჩვენ ეთერით გავცვალეთ, ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ქიბარმა რამდენიმე სხვადასხვა ეთერში, რამდენიმე განსხვავებული ვერსია წარმოთქვა. რასაც შევპირდი, იმას უწილადებ, აი კონკრეტულად თუ არის საუბარი. მეორე ფრაზა იყო, რასაც დაიმსახურებენ, იმას მიიღებენ მესამე, რაღაცა იყო, ჩვენ ვიცით და მოვილაპარაკებთ. ასევე შეიძლება მთლიანად დაუთმო მთელი 100%. ასე ჩვენ 100%-ისთვის ვიბრძვით, რომელიც ჩვენი იყო და არანაირი პრეტენზია არ გვაქვს დანარჩენ პროცენტებზე, მინდა ქიბარსაც ვთქვა ყველასაც. პირველ რიგში, ამის შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ ვცადეთ კომუნიკაცია, გუშინ რაღაცნაირად შევეხმიანეთ. დავთქვით, რომ დღეს შევხვდებოდით და ვილაპარაკებდით თემაზე, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს, რას გულისხმობს, რა უნდა თქვას. ის უკვე საქართველოშია, რამდენადაც თქვენ გაქვთ ინფორმაცია. კი. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვიცი, რომ საქართველოშია, თუმცა დღეს არ გამოჩენილა, ასე ვთქვათ, ეს შეხვედრა არ შედგა, აქედან გამომდინარე მე ვერაფერ ახალს ვერ ვიტყვი, მე რატომღაც იმედი მქონდა, რომ დღეს აქ რომ მოვიდოდი, უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო მეტი სინათლე შევიტანდი ამ სიტუაციაში, თუმცა არ შემიძლია არაფერი დავამატო, უბრალოდ შემიძლია ერთი რაღაცა ვთქვა, მარტო რომ ეს სასამართლო პროცესი ალბათ ყველა მისთ მაინც, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ფაქტურად მაყურებლის სტატუსი თუ ართ და ფაქტურად იმის მოლოდინში ვართ ახლა, რომ აი ქიბარ ხალვაში როგორ გადაწყვეტ ვართ ღირსები თუ არა წილის დაბრუნების და ასე შემდეგ. ერთი კითხვა აუცილებლად უნდა დაგისვათ აქ. სულ სამართლიანობის აღდგენაზე როდესაც არის საუბარი. ალბათ ყველაზე უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა თქვენ და ჯარჯი აქიმიძეს დაბრუნებოდა თქვენი 60%. რატომ არ განიხილა თქვენი საქმე პროკურატურამ პირველ რიგში? არ ვიცი, იგივე კითხვა მოქმედს. ხო ფაქტია, ხო ყველა ხედავს ამას, მე მგონი როცა სასამართლო პროცესი დაიწყო ქიბარის, მაშინ ჩვენ უკვე თითქმის 2 წელი ჰქონდა შეტანილი პროკურატურაში და რამდენადაც მე ვიცი, ძალიან აქტიურად მიდიოდა გამოძიება და პრაქტიკულად დამთავრებულიც არის, იმიტომ რომ ყველა ვინც კი დასაკითხი იყო, პრაქტიკულად ყველა მშვენება მისცა. რაღაცა გარკვეული ფინალური ნაბიჯები იყო გადასადგმელი, უცებად ჩვენ დღეს შეჩერდა, გამოგვიცვალეს გამოძიებელი, რომელსაც თქვა რომ დრო მინდა რომ გავეცნო, მე კიდე რაღაცა მოიმიზეს და ნელ-ნელა გაჩნდა. ამას თუმცა გამოჩნდა ქიბარი, რომელიც შეიტანა სარჩელი პირდაპირ სასამართლოში. თქვენ არ შეგეძლოთ შეგეტანა სარჩელი ქიბარის წინააღმდეგ? იმიტომ რომ ჩვენი გზა ვადის გასვლის გამო იყო ერთადერთი, თუ არ ვწდები, ახლა მე არა ვარ სამართლო. ხანდაზმულობის პრობლემა იყო თქვენ შეხვედრაში. გზა იყო რომ უნდა გასულიყო პროკურატურაში და თუ პროკურატურა ჩათვლიდა რომ აქ გამოსაძიებელია და სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება, ხოლო იმის შემდეგ მას უნდა გადაეგზავნა სასამართლოში, რაც არ მომხდარა. ანუ რეალურად მივიღეთ სურათი, რომ ჩვენი დაწყებული დავა და ჩვენი რწმენით ჩვენ ვართ დასარალებულები პირველი ეშელონი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის 10 წელი ჩვენი იყო ის ტელევიზია, ჩვენი გაკეთებული იყო, არავისგან არ გვიყიდია, ყველაფერი ჩვენ შევქმნით და მოვიდნენ და წაიღეს, ხო? მათ შორის ქიბარ ხალვაში იყო ერთ-ერთი მონაწილე ამ ამბის. მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ სასამართლო დაიწყო ისე რომ ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გაგვაჩნდა ამ პროცესში მონაწილეობის. დავრჩით მაყურებლის როლში და გულშემატკივრის როლში. ჩვენ მაინც გამოვედით, მაშინ არ ვიცი ალბათ საზოგადოებას ახსოვს და დაუჭირეთ ხარი. დაუჭირეთ ხარი, იმიტომ ვთვლით რომ სულ არაფერს ჯობია რომ რაღაცა სამართლებრივი პროცესი მიდიოდეს, დავა ყოველ შემთხვევაში ამ საკითხზე რომ საერთოდ მივიწყებული არ იყოს. დაუჭირეთ ხარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი საქმეები საკმაოდ იკვეთება ერთმანეთს. იკვეთება იმ თვალსაზრისით, რომ ის ჯაჭვი, რომელიც ქიბარს შემდეგ მოყვებოდა შლეიფად ამ გადაფორმებების, ხო, პრინციპში ის ჩვენი საჩივარიც იყო, ჩვენი პრობლემაც იყო, თუ ქიბარი თქვა დაამტკიცებდა, რომ ის ჯაჭვი არის
უკანონო ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. ჩვენ ასევე განვაცხადეთ ზუსტად რომ ამიტომ უჭერთ ხარს და ასევე განვაცხადეთ რომ თუ ეს პროცესი გამარჯვებით დამთავრდება ქიბერხალვაშის ეს იქნება ჩვენთვის სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, მაგრამ ეს არ იქნება ზეიმის სამართლიანობის. თუმცა მე აქვე უნდა გითხრათ აუცილებლად რომ როდესაც არის საუბარი რომ რუსთავი 2 თქვათ როგორც ტელეკომპანია არ აშუქებდა ისეთ მძიმე პროცესებს საქართველოში როგორც იყო თქვათ კერძო უფლებების შელახვა, ასევე სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება და ძალიან ბევრი მძიმე ამბები ხდებოდა იმ პერიოდში საქართველოში, რომელიც არ შუქდებოდა რუსთავი 2-ის ეთერით. და სწორედ ქიბერხალვაშის მართლობის პერიოდს უკავშირდება ეს პერიოდი. რა გარანტია შეიძლება არსებობდეს რომ ეხლა გეტყვით. მე ორი სიტყვით რომ ეს პროცესი მინდა რომ ყველა საზოგადოებამ გაიგოს, იმიტომ რომ რატომღაც ამაზე ყურადღება ნაკლებად არის ხოლმე. მე რაშია საქმე, იცით რომ გამოდის ისე რომ ერთი მხარე ყოველთვის იძახის იმას რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტ შორის დავა და ეს საკუთრებაზეა ლაპარაკი და თქვენ რა უფლება გაქვთ რომ ილაპარაკოთ იქ სიტყვის თავისუფლებას პრობლემა ექნება თუ არა. მეორე მხარე მთლიანად აქცენტს აკეთებს იმაზე რომ ესაა ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია. მიუღებელია რომ ერთის ჩანაცვლება მეორეთი ხდება, რასაც ვხედავ თქვათ იგივე რუსთავის მენეჯმენტის მხრიდან ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რომ მთლიანად გააქრეს ის საკითხი რომ ეს პრობლემა რომ უკანონო მფლობელების ხელშია ტელევიზია და ყველაფერი არის ჩანაცვლებული იმიტომ რომ სახელმწიფო ებრძვის მათ. მე მინდა გითხრათ რომ ჩემთვის ეს არის ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. არ ვიცი როგორ დავარწმუნო საზოგადოება. არასდროს მე ჩემი დირექტორობის მენეჯმენტის დროს, მფლობელობის დროს რუსთავი 2 პროსამთავრობო არ ყოფილა. მე პირობას ვდებ რომ არასდროს არ იქნება. თუ ისე გამოვიდა რომ მე თქვათ დამიბრუნდა რუსთავი 2 და ყველაფერი ისე მაგრამ თუ ქიბერხალვაში იქნა მფლობელი და თქვენ დანიშნული დირექტორი არ ხდებოდა. გეტყვით, ყველაფერს აი მინდა რომ ჩამოგიყალიბოთ მთელი საზოგადოება ელის ამ პასუხს. საერთოდ შესაძლებელი თქვათ რომ ქიბერთან კომუნიკაციაზე წავედით, იმიტომ რომ აი ეს განცხადება რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ იქ მარტივად თქვით რომ ჩვენ ამის მერე გავაგრძელებთ ბრძოლას. მე ქიბერისგან წამოვიდა სიგნალები რომ მესმის რომ თქვენ თქვათ დაჩაგურულები ხართ და მოდი რატო ბრძოლა იქნებ დავილაპარაკოთ და ნუ რატომაც არა დავილაპარაკოთ ხო რა პრობლემა ხარ თუ რამე საინტერესო სიტყვის კი ბატონო მე მინდა დაგარწმუნოთ თქვენ და ყველა ქიბერის დაადასტურებს დარწმუნებული ვარ ამას რომ ჩვენთვის ამომავალი წერტილი იყო პირველი ის გადაღებული 3 პუნქტი რომელიც დაუდეთ პირველი კითხვა იყო ქიბა რა გინდა ამ ტელევიზიისგან როგორ ხედავ თუ რამეში ხედვები ემთხვევა დანარჩენზე მე ვილაპარაკოთ შეიძლება დაემთხვა ხედვები არის რაღაცა აბსოლუტურად გაიზიარა აი ეს ძალიან რთული რაღაცა ტრანსფორმაცია ეს დროში მოდით გავიხსენოთ რა პერიოდი იყო მაშინ ძალიან ბევრმა ვინც დღეს ილაპარაკა ხო აი თქვენ სიუჟეტში სწორი აღნიშნა თავის 12 წლის არჩევნების შემდეგ თავისუფლება მოვიდა სიტყვის ეს თავის არ ვიცი რა პროცესის შედეგი იყო მაგრამ მე საფრთხეს მაგ პერიოდში შეიძლება იყო რაღაც სიგნალები მაგრამ ისე მნიშვნელოვანი საფრთხეს რომ აი ხა სახელმწიფოს გეგმა ისეთივე როგორც ნაციონალური მმართველობის დროს რომ პრაქტიკულად დაიმორჩილოს და იმასაგან ეგეთი განცდა მაინც და მაინც არ ქონია თუმცა ჩემთვის ეს პრინციპული იყო ისევ გეუბნებით რომ ჩვენ მე და ჯარჯი და ქიბერმა ეს საკითხი დაუსვით მან თქვა რომ ეს სრულად მისაღებია ის არაპირებს საერთოდ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას თქვენი იყოს მიხედეთ არაფერს არ ვაპირებ, ვინც გინდა დანიშნეთ, ასე შემდეგ და ნუ ხოლო ამის შემდეგ ჩვენ დავიწყოთ ლაპარაკი იმ ყადაღებულ წილებზე, როგორც გარანტიაზე იმისი, რომ აი რა იქნება ქიბარ იმ შემთხვევაში, ხვალ შენ თუ ტვინი გადაგიბრუნდა, ან რაღაცა აზრი შეიცვალე და იმას რომ მე ხო უნდა მქონდეს გარანტია იმისი, რომ მე მეორე მფლობელი, ან იგივე თქვათ მენეჯერი, პოტენციური, ჩვენ დღეს ვიღაცა სხვა მფლობელი არ მოვა, ან ქიბარი არ მოვა და ეტყვის რომ მოდი ახლა ესე არ გვინდა და ეს სიუჟეტი იქნებ არ გაუშვეთ და ასე შემდეგ. და რა არის თქვენთვის გარანტია? რა შეიძლება რომ თქვენთვის გარანტია მე ბევრი იურისტთან გავიარე ეს კონსულტაცია. ის პირობები, რაზე ჩვენ მაშინ გამოვაცხადეთ და შევთანხმდით, ხო? პრინციპში იყო გარანტია, ანუ ის პარიტეტი, რომელშიც დევს მენეჯმენტიც თავიდანვე რო ჩვენია პლუს იქ იყო ლაპარაკი რაღაცა გარკვეულ ინვესტიციაზე რომელიც წინასწარ შეიძლება და არ იქნება მე როგორც ასე თქვა წილობრივი შენატანი რაღაცა ის მოხდეს ეს იყო ის საფუძვლები რომელზეც ჩვენ თქვით რომ ნუ მისაღებია ბევრი იურისტი მართლა ვაჩვენეთ და ბევრმა გითხრა რომ ეს არის პრაქტიკულად იგივე რაც საკონტროლოს პაკეტის ფონა, იმიტომ რომ თქვენი ნებართვის გარეშე ვერც ერთი, ანუ სხვა პარტნიორი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს იყო ის ამავალი წერტილი.
ეხლა ხო. კი, დაასრულეთ, შემდეგ რომ მოვიდეთ ახლა დღევანდელ სიტუაციამდე. ბევრმა წყალმა ჩაიარა იმის შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს ისევე როგორც ალბათ აბსოლუტური უმრავლესობა დარბაზში ვიზიარებ იმ შეშფოთებას, რომ რაღაცა ტელესივრცეში ისე არ ხდება და ისე არ მიდის ყველაფერი. ჩვენ ქრონოლოგიურად ვაჩვენეთ პრინციპში, რაც ისე ვერ მიდის ტელევიზიაში. ხო. მედია სივრცეში. ხო. ჩემთვის ბოლოს არ იყო, არ ვიცი რამდენად უნდა ვილაპარაკო ამ თემაზე, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესები, როცა ეს პროცესები მიმდინარეობს, სხვათა შორის ეს პროცესები არ არის დამთავრებული, მინდა გითხრათ, ამას გიდასტურებთ. ის რომ ჩვენ ახლა ეთერში ვართ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მშვიდად. გეთანხმებით, მე ძალიან შეშფოთებული ვინც რაც აქ ხდება, მე ერთ ვხედავ, რომ ფაქტურად ახალი მენეჯმენტი, რომელსაც ვისაც ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს სცემდა, მით უმეტეს გაკვირვებას ვიწევს ეს ყველაფერი. ფაქტურად რამდენიმე ვერსია კომპრომისული ვარიანტები დადეს და ყველგან მაინც ისე თეთრი ძაფით ნაკერივი ჩანს, რომ ემტერებიან ზუსტად იმ გადაცემებს, რომელიც ყველაზე აქტუალურია და მნიშვნელოვანია, რომ იყოს ეთერში. ეს შემაშფოთებელია. ამ ფონზე ის კითხვები, რაზეც არის ლაპარაკი, ხო? ფაქტურად, ერთ-ერთი რომ სერიოზული არგუმენტი მისცა ოპონენტებს აი ამ გადაწყვეტილებებმა, იმის სალაპარაკოთ, რომ ესა კამპანიის ხასიათი აქვს და რუსთავი ორი მათ შორის ერთ-ერთი სურათია. ანუ თქვენ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში ხედავთ. სურათი ფონი შეუქმნა იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესები. მე ვიზიარებ აბსოლუტურად. ამიტომ მე დღეს მინდა ერთი, არ ვიცი, რაღაცა გამოდის, რომ ყურადღების ცენტრში ვარ, მაგრამ მინდა რომ ჩემი საქმელი თქვა ბოლომდე ამ თემასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ კითხვების დაუშვათ ბატონ დავის თუ გაგხსნით. გითხარით რომ კომუნიკაცია ქონდა, დღეს უნდა შევხვედროდით, გველაპარაკა, არ გველაპარაკია ჯერ, ნახოთ, არ ვიცი, მოვისმენთ იგორისგან რას ფიქრობს, მაგრამ მე ყველა ვარიანტში მინდა რაღაცა იცოდეს საზოგადოებამ რა. მე ცენზორად რუსთავებზე არ დავბრუნდები. არც ერთ ვარიანტში მე არ დავუშვებ, რომ რუსთავებზე ცენზურა იყოს. თუ რაიმე შანსი თეორიული მაინც იყო იმისი, რომ რაღაცა კონფიგურაცია ისე დაჯდეს, რომ ამის კონტროლი და დაცვის მექანიზმი მე არ მექნება, ხო? მე ვაცხადებ, რომ მე არ მაინტერესებს ესეთ რუსთავში წილის დაბრუნება, მე ჩავთვლი ეს რუსთავი ორი ისევ მithვისებულია, უკვე ისევ თავიდან ვიღაცის მიერ და გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე. ჩემს არ კომპრომისი არ არსებობს. დიდი მადლობა. ბატონ ქეთი, თქვენ ხო არ გაქვთ რაიმე შეკითხვა და მე ეკასთან რა გადავიდე? შეკითხვა არა, კომენტარი ალბათ. კი ბატონო. მე ვუსმენდი ბატონ დათოს და ძალიან მომეწონა სულ ბოლო ნაწილი მისი სიტყვის. ჩვენ ვიცით ყველამ, ჩვენ ვიცით რომ ეს იყო ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესი. ფაქტიურად ხელი და ხელში რუსთავის გადასვლა. ერთ ამერიკელ ექსპერტს თქვა მე, რომ რუსთავი ორი ცხელი კარტოფილივით იყო, რომელიც მუდმივად ხელი და ხელში გადადიოდა. ჩვენ ვიცით, რომ პირველი დაზარალებული სწორედ დათო დვალი და აქიმიძე იყვნენ, მაგრამ ძალიან დიდი დროა გასული. ძალიან დიდი დროა გასული. და ასევე ჩვენ ვიცით ისიც, რომ ქიბარ-ხალვაში არ იყო ყველაზე მორალური და ყველაზე პატიოსანი მხარე ამ ცვლილებებში. ფაქტიურად მაშინდელ ხელისუფლებასთან ერთად ისიც მონაწილეობდა გარკვეულად ძალადობრივად თუ არაძალადობრივად, მაგრამ გარკვეული ზეწოლით ამ ტელევიზიის ხო, საქმე ეს არის. აი ამიტომაც მე მიგვიდა როცა უსმენდი დათოს და მე პირადად დათოს დიდ პატივს, მაგრამ როცა ის ამბობდა, რომ აი მე ქიბარი დამპირდა, ალბათ გაგიდო რეალურად ქიბარ-ხალვაში თქვენ დაგვიდათ საჩუქარს, მაგრამ რა გარანტიაა, რომ ამ საჩუქარს მოგცემს და თქვენ იქნებით დამოუკიდებელი. აი კიდე ერთ პატარა ფრაგმენტს გავიხსენებ, რაღაც ისე გამოდის, რომ გამომაქვს ისეთი მოლაპარაკები გარეთ, მაგრამ არაფერი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აი უბრალოდ ფაქტად მინდა გავიხსენო, რომ აი ეს პერიოდი თქვათ უკვე იყო ლაპარაკ პირველ ინსტანციაში გამარჯვების შემდეგ თუ რაღაცა ჩვენ გქონდა მსჯელობა თემაზე, რომ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე რუსთავი ორში ვინ უნდა დაგვენიშნათ და ჩვენ შევხვდით ადამიანს, გვარს არ დავასახელებ, არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან პრინციპულს, ძალიან დიდ კარგ პროფესიონალს, მეომარს და სამივე ერთხმაში უმტკიცებდით, რომ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ რუსთავი ორი გავხადოთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, თავისუფალი და მოდი ეს შანსი ყველამ ერთად გამოვიყენოთ. რატო ყვები ახლა ამას? ბოლო დღეები, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ აქვს, მაგრამ მუსილებს რაღაც ინფორმაცია ჭორების სახით, რომ იმ კონკრეტულ თანამდებობაზე, რომელზეც ვაპარაკობთ, ვიღაც სხვაგვარს ასახელებენ, ხო და
თავისთავად ეს ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ეს არ არის ჩვენ თუ იმაზე ვილაპარაკეთ ჩვენ თუ შევთანხმდით ჩემთვის ეს ყველაზე ფასეულია მომბავში ეს ჩემი გაკეთებული ტელევიზია მე არ მინდა იმ ტელევიზიაში რომ ვიღაცას ვემორჩილებოდე და ვიღაცის ზარს უპასუხო და რაღაცა გაუშვა და რაღაცა არ გაუშვა ეს არის სრულიად მიუღებელი მით უმეტეს თქვენ პრაქტიკაში ასეთი რამ არ გქონიათ ეს ტელევიზია მართლა იმიტომ ვაკეთეთ ასე გადავყევით რომ აი გვიყვარდა ამის საქმის კეთება ვიღაცის მსახურად მე არ მინდა რომ ტელევიზიაში ვიყო და არც ვიქნები არასდროს თუ ამის საფრთხე იქნება მე იმ ტელევიზიაში არ მივალ მე ჩავთვლო ეს ტელევიზია ისევ მომპარეს და ისევ მოიტანს ეგასთან მინდა გადავიდე მიშელაძესთან ახლა შეკითხვით და მინდა გითხრა რომ ისე ვიხარია რომ აქ ხარ მეტი რომ შეიძლება და მინდა რაც უფრო შეიძლება მეტი დოზით იყო და სულ სხვა ამპლუაში ვიდრე ამ წუთას ხარ წარმოდგენილი რა თქმა უნდა ეკა სულ მაწუხებს და სულ მინდა ეს თემა დავძრათ ახლა ჩვენ გავიარებთ ძალიან ბევრი ვიდეო კოლაჟი ვნახეთ ძალიან ბევრი თითქოს პატარ-პატარა და თითო ესეთი სივრცეები რომელიც იქოლებოდა ხომ არ არის აქ მე თავისთავად ცხადია საკუთარ თავზეც ვიღებ და ჩემ პასუხისმგებლობასაც თავისთავად ცხადია ვძნობ ამ ყველაფერში ხომ არ იყოს სწორედ იქ დანაშაული ჩადენილი სადაც ჩვენ სწორედ ამ თითო შემთხვევას არ მივდიეთ და სწორედ დასაწყისშივე არ ჩავკალით აი ეს სურვილი მედიაზე ბატონობის თუ ეს სახეზეა და ამაზე ვისაუბრებთ უკვე გადაცემის მეორე ნაწილში ნინო პირველ რიგში მინდა რომ მივესალმო შენს მაყურებელს და მივესალმო ჩემს მაყურებელსაც სხვათა შორის ეს სტუდია საიდანაც გადიოდა ჩემი გადაცემაც ეთერში და ისეთია რაღაც მართლა ემოციური იყო ჩემთვის აქ მოსვლა მას მე პირველად ვარ ამ სტუდიაში მე მინდა ფეხბედნიერი იყოს შენი პირველი დაბრუნება ფეხბედნიერი იყოს შენთვის რაც ეხება ვიდრე შენს შეკითხვას ვუპასუხებდე მინდა რომ აუცილებლად შევეხო იმ მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას რომელიც გამოიწერა სტრასბურგის სასამართლომ და მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს და მივულოცო რუსთავი ორელებსაც აუცილებლად და მივულოცო ყველას სწორედ დილით პრეზიდენტი სწორედ დღის განმავლობაში საუბრობდა პრეზიდენტი იმაზე რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უნდა იყოს სტატუს quo შენარჩუნებული და აი მოყვა კიდეც ამას ეს გადაწყვეტილება რაც მე ვთვლი რომ ძალიან სასიხარულოა და 21 საუკუნეში მართლაც ძალიან რთულია თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გალაშქრება. ბოლო დროინდელმა პროცესებმა ეს დაამტკიცა. ფაქტიურად შეუძლებელია. რაც შეეხება იმას, რაც ხდება მედიაში, უკვე ბევრი წელია, რაც ხდება მედიაში და არა მარტო ამ ხელისუფლების პირობებში, წინა და კიდევ იმის წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ იმ რეალობას, რაც იყო ბოლო დროს. ჩვენ რომ ყოფილიყავით ერთმანეთის მიმართ უფრო სოლიდარულები, მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა მოვლენები ასე მძაფრად არ განვითარებულიყო. თუმცა ყველა ჩვენგანმა გამოსცადა საკუთარ თავზე და მინდა გითხრა რომ ბრძოლაც ვისწავლეთ. ბრძოლა ვისწავლეთ არა მარტო ჟურნალისტებმა, ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს რომ სულ ვიბრძვით და ყოველთვის დაძაბულია ჩვენი სამსახური და გამოდის რომ თითქოს მართლა ყველაზე დაუცველები ვართ, იმიტომ რომ ვიღაცას არ მოეწონები გაგაგდებს უმიზეზოდ სამსახურიდან, ძალიან კარგი კადრები ჰქონდა და ფრაზები ამოკრებილი ამ შემთხვევაში ჩემ შემთხვევებს გულისხმობს ზუსტად ამ წუთში ან შეიძლება უბრალოდ ერთმა ხელისუფლებამ ჩათვალოს რომ რაღაც აი ეს კონკრეტული გადაცემა ან ეს კონკრეტული ჟურნალისტი არ მოსწონს ის რაც ხდება დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში და მე იმედი მაქვს რომ ეს ესე მარტივად არ დასრულდება და მე იმედი მაქვს რომ ეს ახლა ერთგვარი რაღაცა სიჩუმე ქარიშხლის წინ შესაძლოა მართლაც ასე მარტივად არ გადაგორდეს ვიტყვი ახლა ასეთ ჟარგონს ვიხმარ თუმცა ის რუსთავის გარშემო განვითარებული მოვლენებიც სულად არ გამოვიდეს მაგრამ გარკვეულწილად თქვენ გეხმარებათ
იმიტომ რომ შესაძლოა რაღაცეების გადაწყვეტა უკვე ვეღარ გაბედონ იმ ადამიანებმა, ვისაც აქვთ ცოტა ცუდი გადაწყვეტილებები ჩაფიქრებული თანამშრომლების. აქ ძალიან ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ და ყველანი ძალიან მიყვარს, ვინც აქ მუშაობენ ამ ადამიანების მისამართით. ასე რომ მეტი სოლიდარულობა, მე გუშინ ვიყავი რუსთავიორშიც და ყოველთვის ვიქნები და ყოველთვის ვარ, მე მგონი იქ, სადაც უჭირთ ჩემს კოლეგებს და სადაც უჭირს კრიტიკულ და განსხვავებულ აზრს და თავისუფალ აზრს, შესაბამისად მინდა რომ პირიქით ყველა იყოს უფრო იმედიანად, რომ არ ქონდეთ რაღაც ის განცდა, რომ თითქოს ყველაფერი დამთავრდა და დღევანდელი გადაწყვეტილება სტრასბურგის სწორედ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კი არ დამთავრდა, არამედ ეხლა იწყება და ძალიან ბევრი ადამიანი, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რას აკეთებენ, რომ ეს აქ წყდება საქართველოს ბედი, არ წყდება კონკრეტული ადამიანების ბედი, მხოლოდ ან კონკრეტული ტელევიზიის ბედი, აქ წყდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ბედი და ეს არის ძალიან შეუქცევადი პროცესი, მე ამის იმედი მაქვს და ის რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში, თუნდაც სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის ქვეყნისთვის, რომელმაც გუშინ წინ მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია და რომელსაც მეორე დღეს უხურავენ, ასე ვთქვათ, რუსთავიორს. შესაბამისად ერთად ყველაფერს მოვერეგეთ. ძალიან დიდი მადლობა. ახლა მე მანიშნებენ, რომ 11 საათზე იუსტიციის მინისტრი თეატრო ლუკიანი აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას. ჩვენ ეთერში შემოვიყვანთ ამას და მოვასმენინებ ჩვენ სტუმრებს. სულხან, აუცილებლად მინდა კითხო. აი ახლა სოლიდარობაზე საუბრობდი და სხვადასხვა არხებთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომელიც დგებოდა პერიოდულად და მე ამ კითხვაზე ყველა თქვენგანს ვთხოვ, რომ მოვამზადოთ პასუხი. იყო მაინც საუბარი ასეთ რაღაცაზე, რომ კერძო ტელეკომპანიების შემთხვევაში ყოველთვის შეიძლებოდა, რომ სამართლებრივი სარჩული გამართლებულიყო ამ ტიპის ჩარევები. არის თუ არა, მაინც მიუხედავად იმისა, კერძოა ტელეკომპანია თუ არა, საზოგადოების სოლიდარულობა აუცილებელი იმისთვის, რომ დავიცვათ სწორედ ის თავისუფალი კუნძულები, რომელიც სიტყვის თავისუფლება, რომელსაც შეიძლება დავარქვათ სიტყვის თავისუფლება. ხადია. მოდი ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რითაც ჩვენ შეგვიძლია მათ შორის ხელისუფლების კონტროლი, ყველა იმ პროცესების ვთქვათ, გამჭვირვალობა, ღიაობა, ზოგადად შეიძლება იყოს ძალიან მარტივად ვთქვათ, რაიმე ტიპის დარღვევებზე მათ შორის საუბარი ისეთი, რომელიც შეიძლება თავმა არასდროს ხელისუფლებამ პირველად არის საუბროს, ეს არის სწორედ თავისუფალი მედია, ვისაც შეუძლია ამ თემაზე ისაუბროს. ჩვენ გვჭირდება რეალურად თავისუფალი მედია, დღეს ისე როგორც არასდროს შეგვიძლია ვთქვათ და ის ბოლო პერიოდის მოვლენები, რაც მედიაში ვითარდება, მე ვფიქრობ, პრინციპში მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ რუსთავიორისთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სიმართლეში ეს არ არის ცხადია, მხოლოდ გადაწყვეტილება კერძო მესაკუთრეებს შორის დავასთან დაკავშირებით, ვინაიდან ფასი მოწყობს ბევრად დიდია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რა დროის მონაკვეთში ხდება ეს ყველაფერი, როგორ ყიდულობს ერთი ტელეკომპანია, კერძო ტელეკომპანია სხვა ტელეკომპანიებს, რაპორტები მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ამას დროში როგორ ემთხვევა იგივე რუსთავიორის გადაწყვეტილება, ასე რომ სწორედ საზოგადოებაზეა დღეს დამოკიდებული დიდწილა თუ რა დოზით და როგორ დარჩება მედია თავისუფალი საქართველოში. ის რომ ხელისუფლება შეიძლება ყოველთვის ჰქონდეს ცდუნება და ეს ცდუნება ზოგიერთ ხელისუფალს უფრო მეტი იყოს, ზოგიერთ შედარებით ნაკლები, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მათ კეთილნებაზე დამოკიდებული მხოლოდ. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში და ორ შაბათს და სამ შაბათს კიდევ გაჩვენებთ საზოგადოებრივ მაუწყებელში როგორ განვითარდება მათ შორის მოვლენები, დიდწილად სწორედ საზოგადოების როლი და მნიშვნელობა არის ძალიან ასე ვთქვათ აღმატებული. შოთ აუცილებლად მინდა გკითხოთ რა ანალიზის საშუალებას იძლევა მედიაში განვითარებული მოვლენები მედია პლურალიზმის კუთხით დღეს. თქვენ როგორ დაინახავდით აი ამ სურათს ცოტა უფრო შორიდან. ყველა მედიას გულისხმობ, რაც კი არც არის საქართველოში. ვიცი რა, ანალიზი ამას არ ჭირდება, ხო, სავსებით ცხადია, რომ ერთი არაფორმალური მმართველის ხელში ექცევა იმხელა ძალაუფლება, რამხელაც არ ქონია არც ერთ ჩვენ ლიდერს, დაწყებული ზვიად გამსახურდეიდან დამთავრებული არ ვიცი, თავად ბიზინა ივანიშვილით, როცა პრემიერი იყო, ანუ ყველა სახელისუფლება შტო იქნება ეს სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლება და ახლა უკვე მედიაც, ხო? ჩვენ არ ვიცი ახლა მე ისეთი ოპტიმისტი არ ვარ, თუნდაც თქვენთან დაკავშირებით რაც ხდება ახლა. ჩვენთვის ძალიან ბევრი საპატივცემულო ადამიანი აქვს ტოპ მენეჯმენტში, მაგრამ აი გენერალური დირექტორი, რომელიც მანამდე იყო გენერალური პროდიუსერი, ასე ვთქვათ, პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული გადაცემის საზოგადოებრივი არხის
ეს არის დირექტორი, არ ვიცი, ძალიან ნაივური უნდა ვიყო, რომ აქ რაღაცა არ დავინახო, ხო? ეს და ამდენი დამთხევა ახლა რუსთავი 2, ფაქტობრივად აღარ დარჩა, ასე ვთქვათ, გასაგებია, რომ არის 1-2 პატარა ტელევიზია, სადაც შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ოპოზიციური შეგვიძლია და ობიექტური ბრჭყალებში, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ახლა მედია ბაზრის ნახევარს ინაწილებდა 2 არხი, ეს არის იმედი და რუსთავი 2, ხო, 50%-ზე მეტი ჰქონდათ. ეს საუბარი იმაზე არ არის, სამართლიანობაზეც კი არ არის საუბარი, უფრო შორსაც შეგვიძლია წავიდეთ. რა ეს ეკვილიბრიუმი ჭირდება საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს პლურალიზმი თუ დავარქვათ პარტიული ტელევიზია, რატომაც არ მე არასოდეს არ მომრიდებია იმის თქმა, რომ რუსთავი 2 პარტიული ტელევიზია, ხო? მაგრამ ჯობია 2 პარტიული ტელევიზია იყოს პროსახელისუფლება და ოპოზიციური, ვიდრე მარტო პროსახელისუფლება. და თუნდაც იმის ხარჯზე, რომ კი ვიღაცას გასაგებია, მაგრამ ჩვენს უწარსულით ვერ ვიცხოვრობ და თეორიულ ინსინუაციებში წასვლახ რა იქნებოდა უფრო სამართლიანი, პრაქტიკული პოლიტიკიდან უნდა გამოვიდეთ. რა ფაქტია, რომ ყველაზე მასშტაბური, ასე ვთქვათ, ყველაზე პოპულარული, ყველაზე რეიტინგული არხები ექცევა ხელისუფლების გავლენის ქვეშ. ამას ჭირდება საპირწონე. თუნდაც თავის დროზე უსამართლოდ ჩამორთმეული. ახლა კი რუსთავი 2 არის ის, რაც ყოველთვის იყო, ეხაც ხდება ის პროსახელისუფლებო არხი. რეალური პოლიტიკიდან უნდა ამოვიდეთ მგონი და არა რაღაც სამართლიანობის პრინციპებით რა. ნათია, სულ მესმის და ვკითხულობ, გუშინდელი მოვლენების შემდეგ იყო კიდე, თქვათ, სოციალურ ქსელში ისეთი სტატუსები, რომელიც ჩემთვის იყო მიმანიშნებელი იმისა, რომ საზოგადოება ვერ აცნობიერებს ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლებასთან, თქვათ, რუსთავი 2-ის გაიგივების შემთხვევაში ისინი ამას უარყოფენ და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს საკმაოდ ისეთი მძიმე სტატუსი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავი 2 ეს არ არის თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი და ის არ უნდა არსებობდეს. რა შეგვიძლია გავაგებინოთ ამ ადამიანებს, ან როგორ შეგვიძლია ასეთ ადამიანებს, თქვათ, მივანიშნოთ, რას უნდა იცავდნენ ისინი? მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. პრინციპში ესე ვთქვათ, გაგრძელება იმ შინაარსის, რომელიც ჩემს წინ გამოსვლას ჰქონდა. ევროსაბჭომ გარკვეულწილად გითხრა, რომ ამ პროცესს შეიძლება ჰქონდეს გავლენა და უარყოფითი გავლენა იმაზე, რომ ჩვენ მივიღოთ უარესი მედია სიტუაცია და მედია მდგომარეობა. ამაზე უკვე გითხრა პასუხი. ამ თავის გადაწყვეტილებით ევროსასამართლომ. ასევე ევროსასამართლო ჩვენ გვეტყვის პასუხს, რამდენად კარგი ან ცუდი და აქ მე ეჭვები მაქვს, რომ უფრო მეორესკენ გადაიხრება სასამართლო სისტემა გვაქვს, მაგრამ ეს სასამართლო პროცესი ჩვენ არ გვეტყვის პასუხს, რამდენად კარგი შეგვიძლია გავხადოთ მედია. ანუ რა არის კარგი მედია და რა არის ცუდი მედია. ამაზე პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ თვითონ. საუბარი იმაზე, რომ დიახაც ჩვენ გვქონდა პოლარიზებული და გვაქვს პოლარიზებული მედია, სადაც პარტიულ მედიებზე ვსაუბრობთ და სადაც წარმოდგენილი გვაქვს ალტერნატიული ფაქტები, ეს ტერმინი ტრამპმა შემოიტანა და სწორედ ესია, რომ ჩვენ ორ რეალობას ვხედავთ, ორ მედია ჯგუფს შორის, რომელიც ადამიანებს არ აწვდის სიმართლეს, ადამიანებს აწვდის სხვადასხვა სიმართლეებს ერთ კონკრეტულ ფაქტებზე და გვთავაზობს ალტერნატიულ ფაქტებს. ეს არის ცუდი მდგომარეობა და ჩვენ ამას უნდა დავარქვათ სახელი, რომ ეს არის ცუდი მდგომარეობა. ასევე ნათლად უნდა ვთქვათ და ავხსნათ, რომ თუ ეს პოლარიზება, ორი პოლუსი გადანაგდება ერთი პოლუსის მხარეს, რა თქმა უნდა, ეს იქნება უარესი მდგომარეობა. მაგრამ ჩვენ არაფრით არ უნდა დავდგეთ იმ არჩევანის წინაშე, რომ ავირჩიოთ ცუდს და უარეს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ პროცესი და დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რა არის უკეთესი. რა უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ, მათ შორის რუსთავი 2-ში და რა უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ მედია სისტემაში, მედია გარემოში. ჩემთვის ხაზები სწორედ ამ მიმართულებით გადის როგორც იმაზე, როგორ წარიმართება პროცესები რუსთავი 2-თან, ისევე რა თქმა უნდა, უფრო იქ თუ როგორ წარიმართება პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებლობთან, იმიტომ რომ აი ამ პარტიული გადალაგებიდან უკეთესი ვერაფერი მოიგონა მსოფლიომ თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ესეთი მოცემულობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ეს კონტურები არ დავკარგოთ და ჩვენ თვითონ არ აღმოჩნდეთ მარტო მხოლოდ იმ დისკურსში, აი ცუდს და უარეს შორის როგორ ავირჩიოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს მათ შორის როგორ პოზიციაზე დადგება თითეული რუსთავი 2, თითეული ის ადამიანი, რომელიც გუშინას თქვა მენეჯერმა წამოადგინა ამ ხალხს ედი
გასწო რუსთავიორ და მე ვეთანხმები ამ ხალხზე ძალიან პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ რუსთავიორში, რომლებსაც ყველაზე კარგი უნარები აქვთ გასაგებად შეფუთონ ამბავი და მიაწოდოთ. უბრალოდ ამ ხალხს არ ქონდა არასოდეს საშუალება სიმართლე შეეფუთათ. და ხომ შეიძლება მივცეთ შანსი და ვისაუბროთ იმაზე, როგორ შეიძლება ეს ადამიანები გადავიყვანოთ სიმართლის შეფუთვის მსახურებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათივე არჩევანი გუშინ იყო, ერთგვარად თითქოს და კარგი შეთავაზება, მაგრამ სულ რელსებზე დაყენებული, რომ ჩვენ ვთავაზობთ, რომ გადაბარდეს სწორედ აი ამ ადამიანებს მართვის სხვადასხვა სისტემები არ შესაძლოა. ნამდვილად, უბრალოდ დღეს დავინახეთ პროცესები, რომ კვლავ პოლიტიზირებისკენ წაიყვანა ისევ კონკრეტულმა მხარემ და დღეს პოლიტსაბჭოს რაც გიკარგავს არჩევანს ცუდს და უკეთეს შორის და უფრო საბოლოო ჯამში გიბიძგებს რაღაცა არჩევანისკენ ცუდს და უარეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინიციატორები პროცესების რუსთავიორთან დაკავშირებით იყვნენ თვითონ რუსთავიორის თანამშრომლები. აიღონ ინიციატივა იმით, რომ მათ უნდათ დამოუკიდებლობა და მათ უნდათ კარგი ტელევიზიის კეთება და უფრო იოლი იქნება მხარდაჭერა. სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომელსაც დღეს ერთი ტელევიზიის ინტერაქტივში თქვა, რომ სამართლიანობა უფრო აღდგებაო, თქვა ამგვარი ტიპის გადაწყვეტილებით. იმიტომ რომ არ შეიძლება აქ იყოს ალტერნატიული ფაქტები, არ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ, რომ ამორალური გარიგების შედეგი იყო, თქვა ქიბარხალაში და ამით მხოლოდ სამართლიანობა აღდგება, ან იმით, რომ ყარამანიშვილები არიან კეთილსინდისიერი. მხოლოდ ორი ასეთი ტიპის განსხვავებული ამბავი თუ შევთავაზეთ, უფრო არ უნდა გაგვიკვირდეს საზოგადოების გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, რატო ვსაუბრობთ სიტყვის თავის. თუ სად დადგეს და როგორ შეგა თქვენი კომენტარი და შემდეგ ნატასთან მიდევთ. იმის დაზუსტება მინდა, რაც წეღან ვერ მოვასწარე. რა არის სიმართლე, ეს ხო ყველა ამბობს პრეტენზია აქვს ყველას ტელევიზიის ობიექტურობასთან, ხო? ამაში ცუდი არაფერი არ არის, მთავარია ფაქტი არ იყოს დამახინჯებული. ფაქტის ინტერპრეტაცია როგორი იქნება, ეს ტელევიზიის და მის სარედაქციო პოლიტიკის საქმეა. ის რომ პოლიტიზირებულია არხი, ეს თავისთავად არ არის ნეგატიური რამე. ამერიკაშიც ეგრეა, რომ Fox News-ი რესპუბლიკელებისა, MSNBC დემოკრატებისა, Comedy Central-ის დემოკრატებისა, ხო? აქვს თავიანთი სარედაქციო პოლიტიკა, თავიანთი იდეოლოგიური პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც უკეთებენ ინტერპრეტაციას ფაქტებს. ის რომ ტელევიზია შეიძლება ვიღაც პარტიის მხარდამჭერი იყოს, ამაში თავისთავად ცუდი არაფერია. ცუდი არის იმაში, თუ ყველა ტელევიზია არის ერთი პარტიის მხარდამჭერი. პროფესორ მანიშნახავთ ვარ ვწდები უკვე ჯერ არა 10 წუთი გვაქვს დრო კი ნატა სწორედ ქარტიის როლი აი იმაში რაც ახლა ნათია მილაპარაკა რომ შეფუთული იყოს სიმართლე სწორად და რომ პროფესიონალები რომლებიც მუშაობენ ემსახურებოდნენ სწორედ სიმართლის მიწოდება საზოგადოებისთვის ამ შემთხვევაში თქვენ როგორ თქვა პოზიციას დაიჭერთ მოგესალმებით საქმე იმაშია რომ არც არაფერს არ ვთავთ ჩვენ გვინდა ფაქტები ნახოთ და ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა გვინდა რა გქონდეს და სარედაქციო დამოუკიდებლობის მქონე ტელევიზიები გვინდა რა გქონდეს რეალურად რისთვის ვიბრძვით ხო და რატომ საუბრობთ ამდენ ხანს და ეთერიდან ეთერში დავდივართ და რაღაცებს ვლაპარაკობთ საქმე იმაშია რომ ჩვენ არც ქიბარხალვაში გვაინტერესებს და არც ყარავანიშვილები გვაინტერესებს ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებას გქონდეს არჩევანი. საზოგადოებას გქონდეს არჩევანი იმისა, რას უყუროს და პეპლებზე არ უყურებდეს გადაცემას მაშინ, როდესაც ქვეყანა ინგრევა. და არ მივიღოთ ის, რაც გქონდა 2012 წელს, რაც გქონდა 2011 წელს. მე იმის იქით არ მახსოვს. რაც მახსოვს, კარგი არაფერი მახსოვს 2012 წლამდე. და ძალიან ცუდია რომ აი ეს ფაქტები, რაც ახლა თქვენ დაალაგეთ გადაცემის დასაწყისში ისე ვიქავართ, ისე ვიბრძვით იმაზე, რომ იცით რა პატარა ტელევიზიები, როგორც ადრე მაესტრო და კავკასია იყო, ეხლა შეიძლება ტევე პირველი და არ ვიცი, ეს კავკასია ისევ არის თავის რაღაცა როლში, გქონდეს და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ისევ ამაზე ვლაპარაკობთ. და ვერაფრით ვერ წავედით. წინ და 2017 წელსაც იმას ვლაპარაკობთ, რადგან 2011 წელს ვლაპარაკობდით და მაშინ მაესტროზე ვიბრძოდით, არ იქა სატელიტური თებშები, სადღაც დააყენონ და ვიღაცამ დაიჭიროს და ახლა იმაზე ვიბრძვით, რომ გვაქვს ეს ეროვნული მაუწყებელი და ეს არ შეიზღუდოს ახლა. ამიტომ ძალიან მარტივად არის ჩემი აზრით საქმე და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა ნიშნის მოგებით საუბრობდნენ რუსთავიორთან დაკავშირებით, გონია რომ ცოტა სხვაგვარად უნდა შეხედონ. აი წარმოიდგინეთ, რომ ისე ვიქვართ და ერთსა და იმავე ერთი დღის წესრიგით მოლაპარაკე არხები გვაქვს. წარმოიდგინეთ, ეს რა სიტუაციაა? ჩრდილოეთ კორეა სხვა კი არაფერი არ არის.
აბსოლუტურად არარეალურ სამყაროში ამყოფებენ იქ ადამიანებს და არჩევანის თავისუფლება არ აქვს და ეს არის ის ღირებულება, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. არჩევანის თავისუფლება და საშუალება იმისა, რომ გქონდეს რეალობის სამსახველი მაუწყებელი დღეს. მაუწყებლებზე ვსაუბრობთ აქცენტირებულად, იმიტომ რომ ეს არის ის წყარო, საიდანაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი იღებს ინფორმაციას. და დღეს უკვე გაუჩნდათ იმის განცდა სხვა პატარა მედია საშუალებებს, რომ მათაც მისდგებენ, იმიტომ რომ ეს ჯაჭვი გრძელდება და 2012-დან არ გაწყვეტილა. ის ერთადერთი, რასაც მედია გარემოში საუბრობდა ჩვენი ხელისუფლება, რომ ქონდა პლურალიზმი და ეს თქვენ დასაწყისშიც, აი ამ კოლაშიც იყო მოცემული, დღეს უკვე სასაცილოდ აღარ ყოფნის, ძალიან კომიკურად გამოიყურებოდნენ ის ყოფილი პრემიერ-მინისტრები, რომლებიც განცხადებებს აკეთებდნენ იმის გვერდით, რასაც მერე ჟურნალისტები ამბობდნენ, ხომ? ეს ხო რეალურად მომხდარი ფაქტები იყო, რაც თქვენ აჩვენეთ, არ მოგიგონიათ არაფერი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იგივე საზოგადოებრივ მაუწყებლობაც ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ნაცვლად იმისა, რომ აქეთ გადმოვარგებული იყო და აქ ყოფილიყო მთავარი დისკუსია, ასე ვთქვათ, გაძლიერების და ასე შემდეგ. ახლა იმაზე ვსაუბრობთ, თქვენ იქნებით თუ არა ეთერში და ივნისამდე გვიწყალობებს თუ არა დღევანდელი მენეჯმენტი თქვენ თავს და მე ახლა კიდე ცალკე ეტაპი უნდა დავიწყოთ სხვაგვარი ბრძოლის. ჩვენ ალბათ კონკურსშიც მოგვიწევს მონაწილეობის მიღება. კონკურსების წინააღმდეგი არც არავინ არ არის და გაუმჯობესების წინააღმდეგი არც არავინ არ არის. უბრალოდ ძალიან ცუდია, რომ ეს უკაცრავად ბრიფინგი დაიწყო თეატრო ლუკიანის, ჩვენ ახლა ვთავთ პირდაპირ ეთერში ამ ბრიფინგს და თქვენ შეგიძლიათ ჩემთან ერთად მოისმინოთ მისი კომენტარი. მხარედ დაასახელა საქართველოს მთავრობა. რუსთავი 2 სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია ადვოკატი ქალბატონი მურადაშვილით, როგორც ამას იტყობინება სტრასბურგის სასამართლო. რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას უწოდებს და მოითხოვა შემდეგი. პირველი, საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ სარჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გაადვილოს რუსთავი 2-ის დახურვა და მესამე, რომ აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში. რუსთავი 2-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის სხვადასხვა დროს გაკეთებული სტრასბურგის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის IPP-ის წევრების, გუშინდელი ამერიკის საელჩოს განცხადება, ჩვენ შიგნით მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადებები და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად, რაც შეიძლებოდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის უარის თქვას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ეს არის ის, რაც მოითხოვა კომპანიამ. სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარი პროცედურა ასეთია არის უცნობი და ისე რომ ჩვენ მეორე მხარე, პასუხე მხარედ დასახელებული არ ყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია გამოთხოვნილი დღის განმავლობაში არ ყოფილა, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე ამ წლის მიღებული იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შესვლას. ამ საქმეს ამავე მოსამართლემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს,
რომ საქართველოსდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი თუ სხვა, ამ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს, რადგან მას ამ მოცემულმა მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტის. ეს არის სულ რაც მე დღეს შემიძლია გითხრათ. საქართველოს მთავრობა არის მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია რომ დღეს საზოგადოებისთვის გვეთქვა მშრალი ფაქტები, რა მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარემ, ვინგანი იხილა და რა პროცედურის მიხედვით მათი მოთხოვნები და რაში მდგომარეობს გამოყენებული ღონისძიება და რა ვადამდე მოქმედებს ის. რა იქნება მერე ისმის ეს კითხვა, მერე იქნება ის რომ 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და არა უკვე ალბათ ერთპიროვნული მოსამართლის მონაწილეობით, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, იმასთან დაკავშირებით გაფართოვდეს თუ არა სასამართლო პრაქტიკა ამ ფორმით გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა ეს დროებითი ღონისძიება და საერთოდ შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება. ეს არის ის, რაც დღესაღამოს მშრალად ფაქტების მხრივ შეიძლება ითქვას და რა თქმა უნდა ჩვენ პროცედურის დაცვით ჩვენ რა თქმა უნდა მივყვებით ამ საქმეს ისე როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში. დიდი მადლობა. დინა, რა თქმა უნდა კომენტარისთვის გადმოვდივართ თქვენთან პირველ რიგში. კი ბატონო, რა თქმა უნდა ამას კომენტარი ჭირდება და შემდეგ მინდა რომ დათოს დაუბრუნდე. იმიტომ რომ მე ვფიქრობ ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა მან. პირველი თეატროლკიანი 10 წელი მუშაობდა სტრასბურგის სასამართლოში და მე ვფიქრობ რომ საკმაოდ უხერხულია, როდესაც ის ასეთ საუბრობს ერთპიროვნულად ერთი მოსამართლის, მან იცის რომ ესეთია წესი. მორიგე მოსამართლე ქვია ამ მოსამართლეს, ასე წერია ამ ტექსტში. და ღამის შუაღამისას რომ მიიღებს სტრასბურგის სასწრაფო ღონისძიებაზე რომელიმე ქვეყნიდან მნიშვნელობა არ აქვს მოთხოვნას, იქ რა თქმა უნდა დიდი პალატა არ იკრიბება. და ამის არსებობს მორიგე მოსამართლე ზუსტად. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ვინმე რომ შეცდომაში არ შევიდეს რომ უია ერთპიროვნულად თურმე ერთ მოსამართლეს გამოვტანიაო, ეს ასე ხდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სამართლიანო ჩემი აზრით ეს რაღაც აქცენტირება და ხაზგასმა იმაზე, რომ აი გუშინ ამერიკის საელჩოს მიერ გაგზავნილი გაკეთებული განცხადების და ევროპარლამენტარების გაკეთებული განცხადებების შედეგია ეს ყველაფერი. ჩვენ ვნახეთ დღეს სრულიად სამართლიანო თავდასხმა ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე ამ განცხადების ქვეშ. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ამ ქვეყანაში ისედაც მაღალია ამ ტიპის სენტიმენტები და ეს ახლა რაც ჩვენ მოვისმინეთ არის ზუსტად გაგრძელება იმისი, რაც სამწუხაროდ უკვე დომინანტი მიმდინარეობა ხდება ჩვენს მთავრობაში და ჩვენს ხელისუფლებაში. დისკრედიტაცია მოხდეს ადამიანების ერთი ნაწილის თვალში მაინც, ბოროტება ადამიანების ამ ნაწილის მიერ აღქმული ბოროტება გადაბრალდეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ან ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. და მესამე ასევე ჩემი აზრით ძალიან არასწორია, როდესაც იუსტიციის მინისტრი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თურმე აი რუსთავიორის გამო პატიმრებო რიგითო მოქალაქეებო თქვენი სასამართლო გადაწყვეტილებები ახლა ქვევით ჩაიჩოჩებს რიგით და აღარ დადგება ისე სწრაფად, როგორც ელოდებოდით. ეს მე მგონი რაღაც იმაზე უფრო დაბლა კიდე, ვიდრე შეიძლება რომ ელოდებოდოთ. დიახ, ეს საქმე არის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, ყველა ხვდება ამას დედამიწის ზურგზე, როგორც ჩანს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლების გარდა. იმიტომ რომ საქმე ეხება, როგორც აქ უკვე ითქვა, ყველაზე პოპულარული, ყველაზე რეიტინგული, ყველაზე ყურებადი მედია საშუალების ბეწხვალ ამ ქვეყანაში, რომელიც საერთო ეროვნული მასშტაბის მაუწყებელთა შორის ყველაზე უფრო ხმამაღლა და ყველაზე უფრო მეტად არის ხელისუფლებისგან თავისუფალი სიტყვის მატარებელი. და სიტყვის თავისუფლება ზუსტად ეს არის, ხელისუფლებისგან თავისუფალი სიტყვის თქმა. თორე ეს ბუნებაში რაღაცა აბსტრაქტული მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა და თავისუფალი სიტყვა არ არსებობს, იმიტომ რომ მე და თქვენ
რომ რაღაც ასაკს რომ მივახწევთ, რაღაცა ტიპის ფილოსოფიური იდეის მატარებელი ვართ და მე სულ იმ იდეის ქვეშ ვართ და შეიძლება სრულიად არავისუფალი იყოს ჩემი სიტყვა ზვიადისთვის, ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ აღმოჩნდეთ რომ სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე ვდგევართ. სიტყვი თავისუფალი სიტყვა მედიაში გაჟღერებული ნიშნავს დია ხელისუფლებისგან თავისუფალ სიტყვას და იმიტომ ეს საქმე მნიშვნელოვანია. თირა ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს ახლა მანიშნებენ სოციალურ ქსელში რა მოხდება 8 მარტის შემდეგ განუმარტოთ საზოგადოებას. ეს ახლა ესეც ცალსახად გასამარტა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო, ამას ახლა დღეს ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს. ბევრი რამე შეიძლება, ბევრნაირი შეიძლება იყოს ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ვნახავთ 8 მარტის საღამოს. ეს შეიძლება იყოს გადაწყვეტილება იმაზე, რომ მიიღოს საქმე წარმოებაში, დატოვა შეჩერება, დაავალა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ სანამ არ დამთავრდება ყველაფერი, არ იქნება არ დადგება საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე არ ხდება აღსრულება. ეს არის თქვათ ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტია, რომ მიიღო საქმე წარმოებაში, დაუყოვნებლივ დაიწყო წარმოება, ანუ 9-ში დილითვე დაიწყო წარმოება, მაგრამ არ დატოვა შეჩერების მექანიზმი ძალაში და თქვა, რომ კი ბატონო, დაიწყეთ აღსრულება თქვენ, მე დავიწყებ საქმის წარმოებას და ნუ მე როგორც იქნება გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან საქმე ეხება იმ ტიპის ქმედებას, რომლის უკან დაბრუნებაც შემდეგ იქნება რთული. ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა უბრალოდ ფინანსური კომპენსაციის დაკისრება ვერ იქნება თანაბარი რანგის უზრუნველყოფა პრობლემის მოგვარებისთვის, იმიტომ რომ დღევანდელ განცხადებაში და გადაწყვეტილებაში აი ერთმა მოსამართლემ, რომელიც მორიგეობდა, თქვა, რომ ის სარედაქციო პოლიტიკით არის, სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობით არის შეუწყებული, მას არ უსაუბრია საკუთრების გადაცემა გადმოცემაზე. მას არ უსაუბრია ფორმალურ პროცედურაზე. მან მეორე მხარე აიღო მხოლოდ და მხოლოდ მეორე მხარისთვის ზიანის მიყენების გამო კი ის მიკროფონში თუ შეიძლება შემდეგ მეორე მხარის, მეორე თემის, მეორე საკითხის, ანუ გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების, სარედაქციო პოლიტიკის ნაწილზე გააკეთა. აქცენტი და თქვა, რომ ამიტომ ვაჩერებ და არა საკუთრების უფლების გამო, რომ ეს უჩვეულებრივი საკუთრების დავა იყოს, რომელსაც სხვა ტიპის გაგრძელებები არ აქვს. მაშინ ის უკან დაბრუნდებოდა, აქ ძალიან მარტივად არის საქმე. მაგრამ შეცვლილ სარედაქციო პოლიტიკას, ასე ვთქვათ, უფრო რთულად დააბრუნდა. ეხლა უბრალოდ ორი წუთი მინდა გთხოვოთ. დათო ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა და არ შემიძლია ეს ამაზე აღარაფერი არ თქმულა, მინდა აბსოლუტურად დავადასტურო მეც, რომ ორივე ღირებულება, როდესაც ჩვენ სასამართლოში ვიმყოფებით და რაღაცაზე ვდაობთ, ორივე არის თანაბარი ღირებულება. მედიის თავისუფლებას, თუ სარედაქციო დამოუკიდებლობას და საკუთრების უფლებას. და არც ერთი წამით ჩვენ არ უნდა დავაყენოთ ეჭქვეშ ერთის უპირატესობა მეორეზე, ან ერთის ნაკლები მნიშვნელობა არ უნდა ვთქვათ და მეორე მეტად მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ განსაკუთრებით ჩვენ ტყავზე გამოვცადეთ ამ ქვეყანაში საკუთრების უფლება, როგორი ინსტრუმენტი გახდა სწორედ ავტორიტარიზმის დამყარებისთვის, სწორედ ძალადობის მანქანის გამტკიცებისთვის ჩვენს ქართულ რეალობაში და ასე იყო ყველა ქვეყანაში, სადაც მას იყენებდა. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ და თქვენ კითხვა დასვით წეგან, რომ აი რა უნდა დაიცვას ხალხმა, რომელიც მოდის. აქ სწორედ ამაშია საქმე. ერთი, ეს უკვე თქვა, ამაზე აღარ გავაგრძელებ. დიახ, უნდა გავიხედოთ უკან და ვიფიქროთ, რომ იმ ადამიანებმა განსაკუთრებით, ვინც ახლა თითს იშვერენ, რომ სად იყავით მაშინ. ასეთი ბევრია. ჩვენ სადაც ვიყავით, აი ჩვენ ეს ადამიანები, ვინც ხვებზე ვიშვერთ ხელს, სად იყავით მაშინ? ჩვენ გვინდა რომ დავბრუნდეთ იქ, სადაც ისინი იყვნენ მაშინ? ანუ ჩვენ ხო რეალურად ამით იმას ვამბობთ, რომ იცით, იმედი ზუსტად ისევე მიუღებელი იყო მაშინდელი ხელისუფლებისთვის, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ზუსტად ისეთივე მიუღებელი იყო. და მაგას ჰქონდათ არგუმენტები, არის დღეს ხელისუფლებისთვის მიუღებელი. იმედი ზუსტად ისევე აღიქმებოდა პარტიულ, ოპოზიციურ, პარტიულ, უბრალოდ განსხვავება ის იყო, რომ იქ მულტიპარტიული ოპოზიციური იყო და ამ შემთხვევაში ერთპარტიული ნაციონალურ მოძრაობაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ზუსტად ესევე იყო აღქმული და უფრო მეტიც. იმედზე ამბობდნენ, რომ ის რუსული ინტერესების მატარებელი იყო. ანუ იმ ხელისუფლებას ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ხა მე ამას ვერავინ ვერ დამაბრალებს, ამიტომ ამის პრობლემა არ მაქვს. იმ ხელისუფლებას უფრო მეტი არგუმენტი ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ამბობდა, რომ ის ოპოზიციურ პარტიული ტელევიზია, უკიდე ამბობდა, რომ რუსული ტელევიზია არისო და აი იმიტომ წავედიო და იმიტომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ამიტომ და ჩვენ ეს არ მოგწონდა აი მათ, ვინც ახლა ხელს ვიშვერთ, მაშინ სად იყავითო? ვინც ახლა ხელს იშვერენ, მაშინ სად იყავითო? თუ ეს მაშინ არ მოგწონდა, ზუსტად ის მდგომარეობაა დღეს და ასევე უნდა დავიცვათ ამ შემთხვევაში განსხვავებული სიტუაცია. პრობლემა თუ მორალური კრიტერიუმი, რომელსაც ეს ადამიანები ეფარებიან, რომ საკუთრების უფლებას იცავენ და რაქნან ამ ორ შორის ვერ ასხვევენ, არის ყალბი, არის მოგონილი და ეს არის ფარსი, რომელიც შეიქმნეს იმისთვის, რომ სახე შეინარჩუნოს. ამ საკუთრების უფლების დავა დათო დვალის სასარგებლოდ რო ყოფილიყო, მე ახლა სრულიად სხვა პოზიციაზე ვიქნებოდი. ქიბარ ხალვაშმა მოიპარა ის ტელევიზია ისე, როგორც შემდეგ ყარამანიშვილებმა. მან მიიღო ნადავლი, რომელიც ხელისუფლებამ გაუნაწილა.
ამიტომ დღეს ამოეფარო ამ რაღაცა დიად იდეას საკუთრების უფლების დაცვის ქიბარ ხალვაშის გმირობის სახით ეს არის ფარსი და ეს არის სახის შენარჩუნებისთვის გაკეთებული მცდელობა, ჩამოყალიბებული არგუმენტების ციკლი მცდელობისთვის, რომ აი რაღაცა დიდის გადასარჩენად იბრძვი. ამიტომ ეს არ გამოვა. ეს არ გამოვა და არტივი პასუხები არსებობს, ფაქტები ვაკი თქვა, დიახ, ფაქტები არსებობს. დათო დვალს და ჯარჯი აქიმიძეს წაართვეს ტელევიზია. მე დათო დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ხანდაზმულობის ვადა გავუვიდოთ, იმიტომ რომ ის ხელისუფლება იმდენი ხანი იყო, რომ ის ხანდაზმულობის ვადა გავუვიდოთ. მე მოვიდა ახალი ხელისუფლება და თქვა, რომ სამართლიანობა უნდა აღვადგინო. მე დათო დვალი და ჯარჯი აქიმიძე მივიდნენ პროკურატურაში, უთხრეს აბატონო, აგერებარ და აღვიდგინე სამართლიანობა. და მათ უთხრეს, რომ თქვენ ვადა გაგივიდათო. ამასობაში 10,000-ობით საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც ვადა არ გაუვიდა რომელსაც საბუთები წესრიგში აქვს, შეიტანა საბუთები და თქვა, ჩემი საკუთრების უფლება დაიცავითო. და ხელისუფლება უთხრა ის რა უკაცრავად, თქვა ესაც ვერ დავიცავ, მაგრამ ირუსთავი მაინტერესებს, ამიტომ ხა იმ საქმიდან დავიწყებო. არ გამოვა ეს არგუმენტები, ფაქტები არის, დიახ, ყველაზე მთავარი. რა მნიშვნელობა აქვს რა ინტერპრეტაციას გავუკეთებთ? აი ამ ფაქტებზე გვითხრან პასუხი. დათო, თუ შეიძლება უპასუხებთ და მე მინდა რომ ყველამ გავაანალიზოთ. ვადა გავიდათ არ უთქავ. თუ რომ აი ეს გამოიწეს და შემოდის თავზე. აიო, ყველაფერი. ზვიად, მოდი გავაანალიზოთ. მე უკვე გიორგისთან გადავდივარ, ხატიასთან და ყველას ბევრი რამ არის ამ პროცესში და ეს საბოლოო ჯამში ყველა ეს ძაფი მიგვიყვანს რაღაც ერთ დიდიანზე, რასაც ქვია თავისუფალი მედია და დემოკრატია. რა თქმა უნდა, არ ვიდავებ და არ შევალ პოლემიკაში საკუთრების თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ძალიან სპეციფიური საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება და მას აუცილებლად ჭირდება დაცვა, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო გუშინ უზენაესმა სასამართლოს დიდმა პალატამ პრაქტიკულად დაადასტურა ადრე მიღებული გადაწყვეტილებები, ეს საკუთრების უფლების დაცვის პრაქტიკასაც ძალიან დიდ დარტყმას აყენებს და ამაზე უნდა ალბათ იურისტებმა ძალიან კომპეტენტური პასუხი უნდა გასცენ საზოგადოებას და სხვათა შორის იმ ადამიანებს, რომლებმაც აღიდგინეს უფლებები თუ ასეთი არსებობს და იმ ადამიანებმაც, რომლებმაც ვერ აღიდგნენ უფლებები და პრაქტიკულად ყველა პერსპექტივა შეიძლება წაერთვას. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მეორე საკითხი არის თავად სამართლიანი სასამართლოს პრობლემა და ეს თემა იყო ის გამოც მიმართა სტრასბურგს რუსთავი ორმა, იმიტომ რომ პრაქტიკულად სამართლიანი სასამართლოს უფლება ვერ მოიპოვა მან, როგორც სააპელაციო, ასევე უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში და ეს არის თემა, რომელიც ძალიან მწვავეა ჩვენთვის, ყველასთვის, იმიტომ რომ სასამართლოს რეპუტაცია, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ მართლა დემოკრატიული და თანამედროვე ქვეყანა. ეს არის აუცილებელი, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებით ეს რისკი გააჩინა უზენაესმა სასამართლომ და ამიტომ გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ არ ვიცი როდის 8 მარტს თუ სხვა თარიღს, სხვა დროს გამოცხადდება სტრასბურგში, ის აუცილებლად შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, რომელიც აქვს ყველა მოქალაქეს და ის უნდა გამოიყენოს, იმიტომ რომ თუ სამართლიანი სასამართლო ვერ მივიღეთ, მაშინ არანაირი ფასი არ აქვს სასამართლოს. მესამე თავად ის არგუმენტი, რომელსაც მოიკიდა მორიგე მოსამართლე, ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის რისკი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს აი ახლა და ამ ვადაში გულისხმება 3 მარტიდან 8 მარტამდე პერიოდს. აი აქაც კი აი ამ მოკლე ვადაში მან პრინციპულად მოითხოვა, რომ საქართველოს სახელმწიფომ არ აღასრულოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ იგი შეიცავს რისკს სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის. თლიანობაში ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს ჩვენ სურათს და ამაზე უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული, ჩვენ არასაზოგადოებას, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ძალიან სერიოზული პრობლემა დემოკრატიის გაგების. და ანუ მედიატორები, რომელიც პირდაპირ კავშირშია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, საკუთრების უფლებაც, მედიის თავისუფლებაც და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. ეს ყველაფერი არის დემოკრატიული წესის, დემოკრატიული ცხოვრების
შემადგენელი ნაწილი და აღმოჩნდა რომ ამის გაგება ჩვენს ხელისუფლებას დეფიციტური აქვს. და მოკლედ დავასრულებ რაღაცას რომ აი როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას იღებს სტრასბურგის სასამართლო ის მიანიშნებს და რატომ არის ჩემთვის პოზიტიური ეს გადაწყვეტილება გარდა იმ ყველაფრისა რომ მოგვიწოდებს თითოეულ მოქალაქეს და ხელისუფლებასაც საქართველოსი არ ჩავარდეთ ეიფორიაში ვიფიქროთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები თუნდაც მტკივნეული იყოს გადაწყვეტილება თუნდაც ქიბარხალვაში სასარგებლოდ გადაწყდეს ბოლოს ვიფიქროთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება და არა ტაშხანდურით და არა 9+9-0-ით ამ გადაწყვეტილებით ევროპის სასამართლომ თქვა დღეს რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და საქართველოზე ევროპა ფიქრობს და საქართველო არის ევროპული დისკურსის აბსოლუტური სრულუფლებიანი წევრი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დღეს გუშინ წინ ძალიან ხშირად გვაჯერებენ სხვადასხვა სივრცეებში, სხვადასხვა რომ უკვე არავის არ ცალია ჩვენთვის. არა, ცალიათ და ჩვენი მიზანსტრაფო ევროპული თუ ემთხვევა და დღეს დავინახეთ რომ ემთხვევა ევროპელთა მიზანსტრაფოს რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, მაშინ ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ დემოკრატიის დაცვას. მე არ მინდა რომ ვიყო რაღაც ისეთ განწყობაზე რომ ვიდავიღოთ. არა, ეს არის პრინციპული მიდგომა. ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენთვის რომ პირიქით პოზიტიურ ჩვენი საზოგადოებისთვის და მე დარწმუნებული ვარ ის ადამიანები რომლებიც გუშინ და დღეს კიდევ ქილიკობდნენ კიდევ ერთხელ შეიძლება დღეს ამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდე ახალი სტიმული მისცეს ქილიკისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ერთად შევთანხმდებით, რომ მედიის თავისუფლება და დემოკრატიული სივრცე ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არჩევანი ჩვენ საზოგადოებას უკვე გაკეთებული აქვს. სანამ გიორგისთან გადმოვალ, თაზოს და ლიკას მინდა აუცილებლად ვკითხო, პატარა მედიებთან დაკავშირებით, არის თუ არა და შეიძლება თუ არა გაჩნდეს სწორედ თქვენი მიმართულებითაც იგივე პრობლემები, რაც თქვათ დიდი მედიებისთვის არსებობს, მით უმეტეს ეკა მახსენა, რომ დღეს ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ფაქტიურად დაგმანო ყველა საინფორმაციო საშუალება და თქვათ ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანებმა მონახონ გამოთქმის სიტყვის თავისუფლებისთვის თქვათ ადგილები ძალიან რთულია, თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება პატარა მედიებსაც დაემუქროს. თაზო, თქვენ როგორ თვლით და ლიკასთან მინდა იგივე შეკითხვით ჩვენ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად იმიტომ ვიბრძვით, რომ არ გვინდა რომ სწორედ ეს საფრთხე დაგვემუქროს ჩვენ. იმიტომ რომ რუსთავი 2-ის არსებობა იმ ფორმით, როგორადაც ის არის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, იმიტომ რომ თუ დავინახავთ რომ წარაცემ რუსთავი 2-ს ამ ხელა გავლენის მქონე ტელევიზიას, რომელთანაც ჩვენი გავლენა პატარა მედია საშუალებების შედარებაც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ვებგვერდს ვკითხულობთ დღეში 20,000 ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად არ შეიძლება შეადარო რუსთავი 2-ის მრავალმილიონიან აუდიტორიას. თუ რუსთავი 2-ს დახურავენ და ის ვერაფერს ვერ იზამს საკუთარი თავის გადასარჩენად, მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ვერაფერსაც ვერ ვიზამ. თუ დახურავენ რეალურ სივრცეს, რომელსაც გაცილებით მეტი აუდიტორია ყავს ვიდრე ჩვენ, რა უნდა გავაკეთოთ? წარმოდგენა არ მაქვს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ სივრცეების არსებობა. აქ იყო არგუმენტები, რომ თქვათ, აი ვიღაცებს არ ეხებიან, რომ აი თქვენ ხო ვინ შეგეხოთ თქვენ, ვინ მოვიდა თქვენ და ჯერჯერობით ჩვენთან არავინ არ მოსულა, იმიტომ რომ გავლენა არ გვაქვს, არავინ არ მისულა პირველში, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ არის ესეთი პოპულარული, რომ მისი ჩახშობა ვინმეს უღირდეს. ესეთი პატარა კუნძულები თავისუფალი მედიის არის რუსეთშიც, იქ ნოვაია გაზეტა არის, იქ დოჟდი არის, თუმცა მთელი დანარჩენი სისტემა მედია არის ერთი ძალის კრემლის კონტროლის ქვეშ. ეს მედია საშუალებები თავისთვის მუშაობენ, რაღაცას თავის ჭკუით აკეთებენ, თუმცა მათი გავლენა არ არის. კი, მათი გავლენა არ არის. სწორედ იმიტომ რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ ესეთ პატარა კუნძულებზე, სადაც გარშემო იქნება ქარიშხალი და ჩვენ ამ კუნძულებიდან ფეხს ვერ გავადგოთ და ჩვენ ხმას ვერავინ ვერ გაიგებს, სწორედ ამიტომ გვინდა რომ შენარჩუნებული იყოს მრავალფეროვანი მედია, შენარჩუნებული იყოს დიდი მედიების სიტყვის თავისუფლება, რომ შემდეგ უკვე ჩვენ ვეღარავინ ვერ მოგდგეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ რაღაცა პატარა მედიას საშუალებებს რაიმე საფრთხე შეგვექმნა, თუ შეგვიზღუდეს რაიმე ფორმით მუშაობა, ჩვენ საშუალება გვაქვს ეხლა, რომ თქვათ, იგივე ჩვენი სათქმელი გავიტანოთ უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე, სწორედ თქვენი საშუალებით, სწორედ რუსთავი 2-ის საშუალებით და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჯერჯერობით
ჩვენთან ინტერნეტი არ არის ინფორმაციის მთავარი წყარო და სანამ ინტერნეტი კი საქართველოში ეს ასეა ნამდვილად სანამ ეს ასე არის მანამდე ჭირდება დაცვა თორე თუ ინტერნეტი გახდა ინფორმაციის მთავარი წყარო და ჩვენ დღეში გვეყოლა 500,000 მკითხველი სიტყვაზე ვთქვათ აუცილებლად მოგვადგებიან აუცილებლად დადგება დღის წესრიგში Facebook-ის, YouTube-ის და სხვა სოციალური ასეთი ქვეყნები არსებობს. ლიკა, თქვენთან მინდა იგივე შეკითხვით გადმოვიდე და სწორედ პატარა მედიებთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რეალურად თქვათ საშიშროება? ჩვენ ერთ-ერთ კითხვაში ახსენე სოციალურ მედიაში ვაწყდებიო სხვადასხვა ტიპის კომენტარებს, რომ რუსთავი ერთად მიმართებით, ხო? დღეს მე მგონია, რომ ჩვენ არ საუბრობთ იმაზე, რუსთავი მოგწონს, არ მოგწონს, პარტიული არ არის. ჩვენ ყოველას გვინდა ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი მედიები საქართველოში, პლატფორმები და დღეს ყველა ჩვენ შეშფოთებულები, შეშინებულები ვართ სწორედ იმიტომ, რომ ხედავთ ამ რისკს. რომ თითქოს ეს ყველაფერი ხელისუფლების ინტერესია, თითქოს და კი არა არის ეს ინტერესი და ქეთი მსხილაძემ თქვა დღეს და მინდა დავეთანხმო, რომ მედიაშიო შემთხვევით არაფერი ხდებაო და განსაკუთრებით ქართულ მედიაშიო და ეს უკვე მრავალი წელია ასეა და ნატაც რომ საუბრობდა, რომ ყოველთვის როცა რაღაცები ხდება, შემთხვევით არ ხდება და ყოველთვის ეს ხელისუფლების ინტერესია, ამიტომ თაზუსაც ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ გავართ დღეს, იმიტომ და სოლიდარობას ვუცხადებთ დამოუკიდებელ მედიას, რომ არ გვინდა ჩვენ დაგვემუქროს რამე, მეორე გვინდა ხელისუფლებისგან თავისუფალი მედია და სარედაქციო დამოუკიდებლობა მედიების და თავისუფალი ჟურნალისტები თავიანთ სარედაქციო საქმიანობაში და რა თქმა უნდა ვიზიარებ ყველა გამომსვლელის პათოსს. გიორგი, თქვენთან მინდა გადმოვიდეთ და შემდეგ ხატიამ მინდა შეაჯამოს და ქეთი აუცილებლად თქვენც რომ ჩაერთოთ ამ შეჯამების პროცესში ზოგადად რა სურათია? იგივე საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსთავი 2. შეიძლება თუ არა ეს ერთ სიტყვაში განვიხილოთ პროცესები, თუნდაც ის 2012 წლიდან დღემდე რაც ვნახეთ, შეიძლება ამას დავარქვათ, თქვათ ერთი ჯაჭვის, თქვათ სხვადასხვა რგოლი. დიდი მადლობა საღამოშვიდობისა. მივესალმები თქვენ სტუმრებს, მივესალმები თქვენს მაყურებელს. მე ცოტა ზოგადად მინდა რაღაც საკითხებს შევეხო და თუ შეიძლება ცოტა დრო რომ მომცეთ ამისთვის. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ გვაქვს გარკვეული შანსები ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაკმაყოფილებად. ანუ ჩვენ მოგცეს შანსი ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა. ანუ ჩვენ ახლა გვმართებს ვიყოთ რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკეები. ყველა საკითხში, ყველა ასპექტში და ბევრ ამაში მივახციეთ ეს არის ღია მართლობაში რაღაც ინდექსები მივიღეთ და ამაში ძალიან დიდი დამსახურება იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, არა მარტო ხელისუფლების, მინდა აქ ცალსახად და პირდაპირ აღნიშნო და ბევრ სხვა მიმართულებით, ანუ რეგიონში, ბევრ საკითხში, მათ შორის მედიის თავისუფლების ინდექსშიც რაღაც გარკვეული გაუმჯობესებები ჰქონდა. ამ შედეგით მოიტანა ხო რაღაც ნაწილობრივ რომ ჩვენ მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია, რაც იყო ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, რომელსაც მოელოდა ჩვენი საზოგადოება და საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ჩვენი საზოგადოების, ქართული საზოგადოების პირდაპირ აცხადებს, რომ ჩვენი ინტერესი არის, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრები. და ამ ყველაფერს ძალიან დიდ წითელ ხაზს უსვევს და ეს მე ძალიან ყურში მომხდა ქალბატონი წულუკიანის, მინისტრი წულუკიანის მიერ გაკეთებული ეს ბრიფინგზე, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ რუსთავი 2-მა თან ცოტათი ნიშნის მოგებით იყო საუბარი იმაზე, რომ დასაბუთებაში დაწერესო, რომ თუ ამას უზრუნველყოფას არ დააკმაყოფილებთ და არ მიიღებთ ამ სარჩელს, რომ რუსთავი 2-ის ადვოკატი ამას აცხადებს, რომ შეიძლება ხალხი ქუჩაში გამოვარდეს, დაიწყოს არეულობა, ანუ და მოსამართლემ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. ანუ გამოდის, რომ ის საშიშროება დაინახა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ის საზოგადოება ვართ, რომელიც მზად ვართ ქუჩაში გამოვარდეთ, როგორც სირიაში და ერაყში და ავტეხოთ რაღაც ჯოხების ქნევა და ქუჩები რაღაც შუშების ჩამტვრება. ეს მე ძალიან ცუდად მომხდა ეს ყველაფერი და რატომ კაცო რა? ჩვენ გაცილებით მეტი შანსი გვაქვს, რომ უკეთესად წავიდეთ წინ და ამ ყველაფერს სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსთავი 2-ის საქმე, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება, რომელიც გამტკიცებული არის კონსტიტუციითაც, ევროპის ადამიანის უფლებათა დეკლარაციით და სხვა მილიონი რაღაც ესეთი საერთაშორისო დოკუმენტით, ხო და ამსარი რაში უღირთ ეს ყველაფერი, რომ ამ ჩვენს შედეგებს, ამ ჩვენს მიღწევებს შეუქმნა სერიოზული საფრთხე. აი არ მესმის უბრალოდ და ახსნაც არ არის.
გათუღით ან საზოგადოებრივ მაუწყებელში ესეთი ვითარების შექმნა, ან რუსთავიორში ზოგადად მედია. ხათი აუცილებლად უნდა შევაჯამოთ, კეთი უნდა გავინაწილოთ ორ-ორი წუთი სამწუხაროდ მე მეუბნებიან რომ ბადე უნდა დავიცოთ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პროცესზე ვილაპარაკო მე მინდა ერთი-ორი სიტყვა თქვა ჩვენ საზოგადოებაზე. ეს კითხვა მინდოდა ფიქრობ, როდესაც ეს ბევრ შეფასებას ვისმენ, ბევრი ჭკვიანი ადამიანის სწორ შეფასებას და ყველაზე ხშირად მესმის სიტყვა მედია პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ფიქრობ კიდეც რომ ხომ არ გაიცვითა ცოტა არ იყოს ეს სიტყვები ჩვენი საზოგადოებისთვის. ხომ არ დავკარგეთ ჩვენ შეგრძნება ამის მნიშვნელობის და ხომ არ არის ეს რაღაც ესეთი NGO-შნიკური ტერმინი, რომელიც როგორც წესი იცვითება ხოლმე დროსთან ერთად, მაგრამ მე მგონი ეს მოვლენები ძალიან კარგად უჩვენებს იმას, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი არ არის NGO-ების ერთობა, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობა. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება პირველ რიგში არის აქტიური მოქალაქეების ერთობა, რომლებსაც აერთიანებთ რაღაცა ღირებულებები. ჩვენ ეხლა ვხედავთ ჩვენი საზოგადოება არა მარტო ეხლა, არამედ წლების განმავლობაში, როგორ არის დაყოფილი პოლიტიკური ნიშნით და ამ პოლიტიკურ ორპარტიულ პარადიგმას ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავცდით. აი იმ შეფასებებშიც კი, რომელსაც დღეს ვაკეთებთ, მაინც ჩანს, რომ ვიღაცა არის ერთი პარტიის მომხრე და ამიტომ ამ კონკრეტულ მედია საშუალებას აფასებს ისე და პირიქით. ამ დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც ყველა ხელისუფლების დროს ნატა შეიძლება არ მოესწრო ამას ყველაფერს, მაგრამ ზვიად ქორიძე ნამდვილად მოესწრო. ვიცით რომ იცავდნენ ეს ადამიანები ნებისმიერი ხელისუფლების დროს იცავდნენ რუსთავიორსაც, იმედსაც, მაესტროსაც და კვლავ დაიცავენ ამას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სიტყვის თავისუფლება არის ის, რაც ჩვენ საზოგადოებას სჭირდება ჰაერივით. ჩვენ ამას შეიძლება არ ვაფასებთ ესე ყოველდღიურად, ამას ხშირად გვეუბნებიან ჩვენი კოლეგები თუ სტუმრები სხვადასხვა მახლობელი ქვეყნებიდან და მათთვის ეს არის ცხადი და ჩვენთვის ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. უბრალოდ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება ეს ღირებულებები, თუნდაც სიტყვის თავისუფლება გახდეს ის ღირებულება, რომლის გარშემოც მოხდება გაერთიანება საზოგადოების და არა დახლეჩა პოლიტიკური სიმპათიების საფუძველზე, იმიტომ რომ პოლიტიკოსები მოდიან და ეს ღირებულებები რჩება და ამაზე დგას ჩვენი საზოგადოება. სულხანს პატარა კომენტარი და კეთი და ვართავებთ. აუნიშნოთ რამდენჯერმე საზოგადოებრივი მაუწყებლის თემამაც გაიჟღერა და ჩვენ ბოლო რაც საზოგადოებამ ნახა, ეს არის ძველი შუქნიშანის თემა, გადაცემების დაყოფა სამ ფაზად, წითელი, ყვითელი და მწვანე. ორშაბათს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ეს მედია კოალიციის ორგანიზებით და მე მინდა მენეჯმენტს მოუწოდო, რომ მოვიდეს ამ ღონისძიებაზე და ღიად ისაუბროს რა რეფორმას აპირებს საზოგადოებრივ მაუწყებელში და ამას ფართო დისკუსია მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ რაღაც სიჩუმე მოახლოებული ქარიშხალის წინ. და კიდევ ერთი საკითხი, ჩემი ინფორმაციით, რაც ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა და ამიტომაც ვიწვევ მენეჯმენტს რომ მოვიდეს და ღიად თქვას, მიმდინარე დროისათვის მათ შორის ეგრეთ წოდებული შუქნიშანის თემაც არ არის უკვე აქტუალური და რეალურად სხვა შემოთავაზება უნდა ქონდეს მენეჯმენტს და მე მოხარული ვიქნები რომ ორშაბათს თუ კი ამ შემოთავაზებას მენეჯმენტი გააჟღერებს სწორედ იმ კონფერენციაზე, რომელსაც მედია კოალიცია მართავს, ვინაიდან ეს ეხება უშუალოდ ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელს. ნათია, ამ კონტექსტში ძალიან მოკლედ ვიტყვი, დღეს მთავრობამ განცხადებაში თქვა, რომ ძალღონეს არ დაიშურებს სიტყვის თავისუფლებისთვის, ძალადაღონე არ არის საჭირო, ნამდვილად, იმიტომ რომ ფიზიკის კანონია, როგორც კი ძალას დაღოდეს გამოიყენებ უკან უკუძალაც არის შესაბამისი, ნება უნდა იყოს ამისი და სხვათა შორის ეს შეიძლება გამოვლინდეს მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და ეს აუცილებლად უნდა გამოვლინდეს, ცოტა ადეკვატური აღქმები უნდა იყოს მათ შორის რუსთავიორის პროცესთან დაკავშირებით, ჯერ ამას ვერ ვხედავ. და კეთი, ჩვენ შეაფასოთ თითქმის თქვენს ჩემი სათქმელი უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. რატომ ვრეაგირებთ ჩვენ ყველანი ასე სწრაფად? თითქოს და მართლა განსხვავებულ მოვლენებზე. ერთი მხრივ თითქოს და საკუთრების სამართლებრივ დავაზე ორ მეპატრონეს შორის, მეორე მხრივ რაღაცა მენეჯმენტის ცვლილებებზე და ახალი თითქოს და რეფორმის შემოთავაზებაზე საზოგადოებაში, მესამე მხრივ კიდევ რაღაცა ტიპის ტელევიზია
ტელევიზიების გაერთიანებას. სწორედ იმიტომ, რომ ერთი მხრივ ჩვენ დაგვიგროვდა სამწუხაროდ საკმაოდ სერიოზული გამოცდილება მრავალწლიანი იმისა, თუ როგორც ცდილობს ყოველი ხელისუფლება რაღაც ეტაპზე, მაშინ როცა თავს ძლიერად გნობს, მაქსიმალურად კონტროლის გაღრმავებას და შესაძლოა სრული კონტროლის მოპოვებას მედიაზე. თუმცა აქვე შევახსენებ მათ, რომ არც ერთ ეს ბოლომდე არ გამოსვლია. მეორე მხრივ ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც მართლა კონტროლირებადია ყველა ტიპის მედია, არა თუ მაუწყებლების სოციალური მედიაც კი, როგორც ეს რუსეთში აღმოჩნდა, თითოეულ ერთ თავისუფალ სამოქალაქო ჟურნალისტს 15 ტროლი აკონტროლებს, რომ არაფერი თქვათ. აი სწორედ ამიტომ მართლაც ძალიან სენსიტიურები გავხდით ამის. ამიტომ ვხედავთ ხა ჯერ თითქოს დღეს ჩვენ არც კი უნდა გველაპარაკა ჯერ უზენაეს სასამართლოს დადგენილებაზე, იმიტომ რომ სამოტივაციო ნაწილი არ გვინახავს. მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობდით დღეს და ამაზე ძალიან ვშფოთავთ. რატო? ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომელიც იმდენად უსამართლო იყო რუსთავთან მიმართებაში, რომ მოსამართლეს თავად მოუწია შემდგომში შესწორებების შეტანა და სააპელაციო სასამართლოს დამატებით ის. ისე იგი, აი სწორედ იმიტომ რომ ჯერ ერთი მხრივ ჩვენ უკვე მალე შეგვიძლია დავინახოთ იქ, სად იწყება უსამართლობა, არა თუ უკვე ხდება, იწყება უსამართლობა და ამიტომაც რეაგირებს სწრაფად. საზოგადოებრივზე თითქოს და გასაგები იყო რომ რაღაცა ცვლილება საჭიროა, მაგრამ როგორც კი დავინახეთ რომ სწორედ ის გადაცემები, რომელიც საინტერესოა საზოგადოებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან თემებს ეხება, რომელიც ემოციებს იწვევს და რეაგირებას, სწორედ ისინი აღმოჩნდნენ რაღაც გაუგებარ წითელ ზონაში, შეუძლებელია ჩვენ დაგვეჯერებინა, რომ ეს მხოლოდ მენეჯმენტის კეთილი სურვილებით არის გამოწვეული. ჩვენ უმალ გაგვიჩნდა შიში, ხომ არ არის ეს კონტროლის მცდელობა ამჯერად უკვე. დიდი მადლობა ქეთი. 2000 ეკა სამწუხაროდ მანიშნებენ რომ დრო ამოიწურა მთლიანად. მე ახლა სულხანს უბრალოდ შევერთდები და 11 საათზე ორშაბათს არის ძალიან დიდი კონფერენცია და მეც მოუწოდებ მენეჯმენტს რომ აუცილებლად მოვიდნენ და დაესწრონ ამ კონფერენციას და ჩვენ მზად ვართ ყველა იმ ინიციატივის მოსასმენად, რაც მენეჯმენტს ექნება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. მე რა თქმა უნდა მედია პლურალიზმის სრული მომხრე ვარ, ამაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს და თინასთან მირე გადავიდე 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვიყავი ზუსტად იქ, სადაც რამდენიმე უწყება შემოვარდა ტელეკომპანია იმედში და მე იმ მოვლენების უშუალო მონაწილე ვარ. მინდა გითხრათ, არასდროს დამისვამ შეკითხვა არავისთვის სად იყო მაშინ როცა მე ვიყავი იქ, იმიტომ რომ მე ვხედავ იმ პროცესებს, რომელიც მიდის, მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც იზრდებიან ჩვენთან ერთად და სწავლობენ საკუთარი თავის დაცვას, სწავლობენ ერთმანეთის დაცვას, მე მივესალმები ამ პროცესებს და რა თქმა უნდა წარმატებას უსურვებ ყველა ჟურნალისტს, ყველა პროდიუსერს, ყველა ოპერატორს, ყველა ადამიანს აბსოლუტურად, ვინც მედიას ემსახურება და ემსახურება ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან დიდი საქმის წოდით. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით, ჩვენ ორშაბათს 5 საათზე, როგორც უკვე სულხანმა დაანონსა, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა მედიასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა, მადლობთ მომზადებისთვის.